რაიმე ეს სერიოზული მასში გამხვია ხა შარში. ექსკლუზივი თქვენც გინათ. ყველაზე სერიოზულ კომპანიასთან ვიწყებთ ურთიერთობას სამხრივ, ეს არის Adidas-ი. Adidas-ის პირველ ხაზზე საუბარი, ანუ ყველაზე საუკეთესო რაც კი რამე არსებობს. რას ეტყოდით იმ გულშემატკივარს, რომელიც საც აინტერესებს მხოლოდ ერთი. როდის გავა ტორპედო ევროტურნირებზე? მე გადაახვიეთ ეს ინტერვიუ თამაშის ხარისხთან მიმართებაში, ბუნებრივია ვართ უკმაყოფილოები და ჩვენ ვერ შევძელით, რომ ფეხბურთელები შეგვეკრა. როგორ აპირებთ რომ მიცეთ მოტივაცია რომ საქართველოს ჩემპიონატში მიიღოთ ის შედეგი და შემდეგ თული ამოცანა ის საჯების გინება აღარ იყო შენგელი არენაზე. წარმოიდგინე რა მხელა მიღწევა. ეს უკვე ქუთაისის ტორპედოსთვის ძალიან სერიოზული სილის გაწნა. რამდენიმე დღეში ჩამოსვლიდან ფილიპე პირესმა მითხრა რომ მაგარი რაღაცა დავამუღამეო. ესეთი რაღაც არც ერთ ლიგაში არ მინახავს. არაბიცის ტრანსფერი დასტურეთ, ასე რომ ვთქვათ, თქვენ უკვე დამატებით თუ შეგიძლიათ გითხრათ რა პოზიციებზე და ცენტრალური მცველის პოზიციაზე მუშაობთ და ასევე ჩამშლელი ნახევარმცველის მინიშნებას გეუბნებით, რომ ეს იქნება ქართველი ფეხბურთელები და ნაკრების წევრები. ნანი იყო თანახმარო ჩამოსულიყო. არაბიძე იყო რაღაც მომენტში ისეთ ფორმაში, რა ფორმაშიც იმ მომენტში არ იყო არც ერთი რა ხმამაღალ ფრაზას ვამბობ, არც ერთი იმ მომენტში არც ერთი ქართველი ფეხბურთელი. გასით მათ შორის კვარაცხელიც არ იყო იმ დროს ფორმაში. არ გააფუჭებდა არაფერს არაბიძე რომ ნაკრებში მოხვედრილიყო. ეხლა ესეთი კითხვა დამისვით, მოდით გაგეხსნებით, მოგიყვებით მაგალითად როგორ არის ტარდება ჩვენთან ინტერვიუ. ძირითადად რა რითი ხიბლავთ ხოლმე? ჯერ ყველა მოვატყუე, მაგრამ სამწუხაროდ, მაგრამ მე მჯეროდა. ფინანსების სახელდება ერთ-ერთი პრობლემაც და მეორე არის ბავშვთა ფეხბურთი, რომ მიხედოთ ბავშვთა ფეხბურთს. ამ მიმართულებით რა ხედვა გაქვთ? უფრო ადვილია რომ კაზინოსთვის მიწა აიღო იმერეთში, ვიდრე ფეხბურთის მოედნისთვის. სახელმწიფოს ჩართულობა, ფედერაციის ჩართულობა ამ კუთხით სად ხედავთ, რა შეიძლება რომ გაკეთდეს? საკმარისია თუ ეს არის კითხვა. ჩემთვის რა ვიცი, სასაცილო ამას არ კითხვის დასმა ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც აქვს სახელმწიფოს და რომელიც რამდენი მოდუნდება, იმდენი ჩდება კორუფციის რისკები. უფრო მოქნილი მიდგომებია განსავითარებელი სახელმწიფოში და ფეხბურთი უნდა გახდეს პრიორიტეტი, სხვანაირი პრიორიტეტი. ყველაფერი უნდა ღიად გამოვიტანოთ და გავაანალიზოთ. გარიგებულ თამაშებზე მაინც გაცილებით უფრო ნაკლები ეჭვი არსებობს დღეს. არ გეტყვით რომ ეს სრულად თავისუფალია, იმიტომ რომ ეხაც არის ფაქტები ძალიან გულდასაწყვეტი. სპაერის ხელმძღვანელობა მესაუბრა ამასთან დაკავშირებით. შეიძლება თქვენი გადაცემის სათაურმა შეაშინა სხვები. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ, თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჩემპიონატში არსებულ პრობლემებზე და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე. რაც ყველაზე მთავარია, საუბრობთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უშუალოდ მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა ფორმით. აქედან გამომდინარე, ჩემი სტუმარია ტორპედოს პრეზიდენტი დავით კერესელიძე. კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ გახსნილი და საზოგადოებას გქონდეს სრული ინფორმაცია ნებისმიერ მისთვის საინტერესო საკითხზე. ყველა ჩემს სტუმართან ესე რომ ვთქვათ, ამას ვამბობ და თქვენც იგივეს გეტყვით. ძალიან სასიამოვნო და დასაფასებელია და იმედი მაქვს რომ თქვენ უკვე მესამე პრეზიდენტი ხართ ჩემთან გადაცემაში და სხვა პრეზიდენტებისთვისაც იქნება მაგალითი თქვენი სტუმრობაც ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვთვლი მეც და გულშემატკივარიც რომ ყოველთვის კარგია მოვისმინოთ აზრი უშუალოდ ხელმძღვანელი ასე ვთქვათ პირებისგან და მაყურებელს აფასებს ამას, ასე რომ იმედი მაქვს. ხო, შეიძლება თქვენი გადაცემის სათაურმა შეაშინა სხვები. ყვითელი ბარათი ვის უნდა უჩვენოთ, ბაბას თუ ეტყვით ხოლმე, შეიძლება არ მოვიდნენ, იმიტომ რომ ან პირიქით მოვიდნენ. თუ ფიქრობენ რომ ყვითელი ბარათის საჩვენებლად ეძახით აქ სტუმრებს, შეიძლება არ მოეწონოთ ეგიდია. ხო, ზოგადად მაიცხოვეთ საფრთხებათო გაფრთხილება ხა ყვითელი ბარათის მერე შეიძლება წითელიც და კი, რამდენად მომგებიანია რომ მელმე კლუბის პრეზიდენტისთვის ხა აქ მოვიდეს წითელი ბარათის მისაღებად არ ვიცი. აი წითელი ბარათი გადაერქვა მაშინ თუ ჩვენი ჩემპიონატი ბოლო ადგილზე გადაინაცვლეს. სულ ბოლოზე თუ გადავალ, ხوارოს სწორად მიუხვდეს ეგ თქვენ იმას. კი ბატონო, აქცენტს. აი თავდაპირველად რაც მინდა რომ გკითხოთ, როდესაც საუბრობთ საქართველოს ჩემპიონატზე, არ აქვს მნიშვნელობა გულშემატკივრებთან, იქნება ეს საუბარი მწვრთნელებთან, პრეზიდენტებთან, მაინც ასე თუ ისე 90-95% შემთხვევაში მთავარ პრობლემად სახელდება ფინანსური მდგომარეობა კლუბების ამ შემთხვევაში. თქვენ ტორპედო ამ შემთხვევაში მეტნაკლებად ყველაზე ესე ვთქვათ ფინანსურად ძლიერი კლუბია საქართველოს ჩემპიონატში. ეხლა თქვენ ამდენიმე დღის წინ იყავით ორშაბათობაში, საინტერესო გადაცემა იყო და იქ ახსენეთ რომ გასულ წელს თუ სწორად მახსოვს ტორპედომ დახარჯა 17 მილიონი, ხო?
რეალურად რო ავიღოთ ზოგადად ფეხბურთისთვის 17 მილიონი მით უმეტეს ლარი დიდი თანხა არ არის, მაგრამ საქართველოს პირობაზე და სხვა კლუბებთან შედარებით ესე ვთქვათ დიდი თანხა. თქვენც ესე ვთქვათ ახალი ხართ რამდენიმე წელია სულ რაც ტორპედო ჩაიბარეთ, საშუალოდ რო ვთქვათ დაახლოებით ალბათ 15 მილიონი იხარჯება ხო წელიწადში შეგვიძლია ამის თქმა? ხო არის ეტაპობრივად მოდით მე არ მგონია რომ რაღაც განსაკუთრებული თანხა იყოს ეს არა ფეხბურთის არამედ ასევე ქართული ფეხბურთისთვის ეს უბრალოდ რაღაც ესე ჩამოყალიბა აღქმის სახით რომ ტორპედო ხარჯავს ყველაზე მეც შეიძლება რომელიმე წელი მართლა ესეთი იყოს მაგალითად წლევანდელი წელი თუმცა შარშანდელის არჩიც წელსაც თუ ავიღებთ ან შარშანწინდელსაც იქ სხვა კლუბებიც იყვნენ რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავდნენ აქედან გამომდინარე ესეც მითია ნახეთ მარტივად რომ წარმოიდგინოთ იყო პერიოდი როცა ჩვენ ფეხბურთში მოვედით რომ საქართველოში იყო ორი დომინანტი გუნდი ეს იყო დინამო ბათუმი და დინამო თბილისი ორივე მათგანს ჰქონდა გაცილებით უფრო მაღალი ბიუჯეტი ვიდრე ტორპედოს ხვდებით შესაბამისად თქონდა ეს ვითარდება პროცესი არ არის გაჩერებული სტატიკური და ჩვენ ყოველწლიურად ვზდით ბიუჯეტს ვზდით ბიუჯეტს იმიტომ რომ გვინდა დინამიური განვითარება და აუცილებლად ვხედავთ იმისას რომ მეტი რესურსი ფეხბურთში საჭირო აი ამ მითი დავარქვათ კი ბატონო ხო მე არ გამორიცხავ წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჩვენ გვაქვს დიდი ალბათობით ესეა შარშან ესე არ იყო ანუ უბრალოდ მაგიტომ ამაფრიღამე სხვის მაგრად ვერ ვისაუბრებ მით უმეტეს შარშან წინ და იმის წინ ჩვენზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდათ საქართველოში მინიმუმ 2 კლუბს თუმცა მე გეთანხმებით პათოსში რომ ფული არ არის მთავარი თუ ეს არის აქცენტი ანუ ფინანსური რესურსი არის ერთ-ერთი მდგენელი უბრალოდ ნახეთ ჩვენ საუბრობთ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას მწვრთნელებზე ფეხბურთელებზე და რეალურად ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და რისი განვითარებაც მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიოთ მაგალითად ჩვენ ისეთი საწვრთნელი პირობები როგორც გვაქვს წელს აქამდე არც ერთ წელს არ გქონია ხო ჩვენ საუბრობთ ახლა 4 წელიწადზე ახლა 4 წელი ფეხბურთისთვის ძალიან დიდი პერიოდი არ არის ამიტომაც შემიძლია ღიად გითხრათ რომ 2 წლის წინანდელ ტორპედოს რო შეადაროთ დღევანდელი ტორპედო ამ ორ კლუბს ერთმანეთსა ფიზიკურად პარალელებს ვეღარ იპოვით იმდენი სხვაობა მით უმეტეს 2 წლის წინანდელს შეადარებთ 4 წლის წინანდელს ხო კვეთ განსხვავებას იპოვით. ამას გულშემატკივარიც ხედავს განსაკუთრებით ქუთაისში და მნიშვნელოვნად ყველა მიმართულებით ვითარება იცვლება. მაგალითად ამ რომ პირდაპირ გითხრათ წლევანდელ წელს წარუმატებელი გამოვიდა სპორტული შედეგის კუთხით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა იგივე ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, იგივე სამწვრთნელო გუნდის განვითარების კუთხით, იგივე სამედიცინო გუნდის განვითარების კუთხით, იმიტომ რომ სწორედ აი ამ ახალმა გერმანულმა გუნდმა შეძლო ის რომ ჩვენი ექიმები წავიდნენ თუნდაც სტაჟირებაზე გერმანიაში და ბუნდესლიგის კლუბებში გაიარეს სტაჟირება რომ ენახათ თუ როგორ მუშაობენ იქ გერმანელი ექიმები. ხო, ანუ მათ ასევე რაღაც ეტაპზე ჩათვალეს საჭიროდ, მას შემდეგაც გაეცნენ ჩვენთან ვითარებას და ჩვენ ჩამოვიყვანეთ სულ რაღაც თვენახევრის წინ ფიზმომზადების ახალი ასევე გერმანელი პოლონური წარმოშობის გერმანელი მწვრთნელი. შესაბამისად რეალურად გვავაძლიერეთ გუნდი როგორც ადამიანური რესურსით, ისე ცოდნის თვალსაზრისით, ხო? შესაბამისად, ხა ბაზაზე ბევრი ითქვა, კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ ოფიციალურად წელს გადმოგვეცა ჩვენ, ანუ ტორპედოს გადაეცა თავისი ბაზა წელს, რომ წარმოიდგინოთ 4 წელი მოუნდით ამ პროცესს. რა თქმა უნდა, გვიხარია ეს რომ მოხდა, ანუ მე პოზიტიურად უყურებ ყველაფერს, კარგია რომ მოხდა წელს და არა 3 წლის მერე. მაგრამ უკეთესი იქნებოდა რომ 3 წლის წინ მომხდარიყო მაგალითად, იმიტომ რომ ბევრი უფრო სწრაფად განვითარდებოდა კლუბი. შესაბამისად ამ ვითარებაში, ხო, მინდა გითხრათ რომ სრული რეაბილიტაცია გავუკეთეთ ჩვენ. იქ არსებულ მარტივად რომ წარმოიდგინოთ, იყო ხელოვნურ-საფარიანი მოედანი და ხარ ბუნებრივი საფარიანი, ხო, ხვდებით ახლა რაღაც კოსმეტიკურ შეკეთებაზე ლაპარაკი არ არის. ასევე მეორე, რომელიც იყო ბუნებრივი საფარიანი მინდორი, სრულიად განახლებულია და შესაბამისად ორი მინდორი არის დაახლოებით იგივე სტანდარტის, რაც არის ჩვენი სათამაშო მინდორი. ამას დაემატა კიდევ ერთი საწვრთნელი მინდორი, ანუ სპეციალური თუ არ ვცდები 80-40-ზე ზომის, სადაც გახურებისთვის იყენებენ მწვრთნელები, რეაბილიტაციის პროცესისთვის იყენებენ, მეკარების მწვრთნელი ძირითადად პროცესებს იქ გადაიტანს, უკვე გაზაფხულიდან და შესაბამისად დავზოგავთ ორ ძირითად მინდორს. გავაკეთეთ ქვიშის მოედანიც, რაც ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე კონკრეტული პრევენციის კონკრეტული ტრამვების პრევენციის კუთხით, ასევე რეაბილიტაციის კუთხით და ეს მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა მათ შორის ფეხბურთელები აღნიშნავენ და იცით, რომ ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც არაერთხელ
უცხოურ კლუბში უთამაშია, მოდი ასე ვთქვათ, რომ ის თუნდაც საწვრთნელი პირობები, რომელიც წელს ჩვენ იქ მივიღეთ, მათ სრულიად ახალი აპარატურა და აღჭურვილობა შემოვიტანეთ ფიზიკური მომზადების კონტექსტისთვის, ანუ ჯიმი სრულიად ახალი გავაკეთეთ, მათ შორის დავაშენეთ მთელი სართული და გავმართეთ, გაკეთდა რეაბილიტაციის ცენტრი, ანუ კლუბს აქვს თავის საკუთარი კლინიკა წარმოიდგინეთ ბაზაზე. ხო, ესეთ რაღაცეები ჩვენ არ ვილაპარაკებ სხვებზე, 2 წლის წინ არ გქონდა, შარშანაც არ გქონდა, იმიტომ ეს ყველაფერი წელს მოხდა. ამიტომ რაღაცეები განვითარდა, თუმცა ხო გეუბნებით, ერთ-ერთი რაც ყველაზე ხელშესახებია, სათამაშო თამაშის ხარისხთან მიმართებაში ბუნებრივია ვართ უკმაყოფილოები და ვაგრძელებთ მუშაობას. ამიტომ აი ეს ბგენელებზე რო ვისკენთ, ხო? იმიტომ ხა ჩამოვთვალე რამდენიმე დეტალი, იმიტომ რომ სულ აღქმა არის იმაზე, რომ როცა შედეგი არ არის, აუცილებლად ეს ფეხბურთელების ან წვრთნელის ბრალია და მთელი, რა ვიცი, ესე ვთქვათ, სიმძიმე მათზე უნდა გადავიდეს ან პირიქით, ხო? რა ვიცი, რაღაცა სხვაში ვეძებთ პრობლემას, მე შემიძლია ძალიან გახსნათ გითხრათ, რომ ყველაფერი რაც ხდება, ხო? საბოლოო ჯამში მე ვარ სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე, ანუ პრეზიდენტ ესეთი არის რაღაცა სლენგზე ფეხბურთისთვის ძალიან საყვარელი სახელია, თუმცა არ ვარ პრეზიდენტი, მაგრამ როლი იგივე მაქვს ცხადია. სამეთვალყურო საბჭოსთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ნახოს თუ რა მიმართულებით როგორ ვითარდებით და საბოლოო ჯამში ჩვენ რა თქმა უნდა ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რა შედეგიც იდება. კი, აი გეთანხმებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ გულშემატკივარიც სხვადასხვა გადაცემებში თქვენც არაერთხელ გითქვამთ და რომც არ გეთქვათ ფიზიკურად და ჩანს, ხო, აი ეს ინფრასტრუქტურული განვითარება თქვენს გისაუბრიათ, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე ტორპედოს, ასე ვთქვათ, სახელის ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებით. ყველაფერი წვრთნელის ნაწილი, ფეხბურთელების ნაწილი, ანუ ყველაფერს ხედავს, ყველაფერი კარგია და სასურველი იქნება თუ სხვა კლუბებიც მსგავსი მიდგომა ექნება და ფინანსური რესურსი ექნებათ ამით, მაგრამ აი რაც თქვენ თქვით, რომ შედეგი, საფეხბურთო შედეგი ასე ვთქვათ, არ არის შესაბამისი. და გულშემატკივრის მხრიდან, თან ხო იცით, ქართველი გულშემატკივარი ძალიან კრიტიკულია და აი ინფრასტრუქტურულ ნაწილს რო თავი გავანებოთ, ზოგადად ესეთი შეხედულება აქვს გულშემატკივარს, რომ ესე აფასებს დიდი ნაწილი. მე გულისხმობ კონკრეტული გუნდის კონკრეტულ გულშემატკივარს, ზოგადად რო ავიღოთ, რომ თუ აი ჩემპიონიც რო გახდეს გუნდი, დიდათ არ თვლიან წარმატებას, მთავარი წარმატება მათთვის არის ევროტურნირების ბარიერის გადალახვა. პირველ რიგად შეიძლება ტორპედო პირველ ადგილზე ვერ გავიდეს მეორეზე, მაგრამ რაღაცა გავიდეს ევროტურნირებზე და ის შეითვლება ყველაზე დიდ წარმატებად, ასე რომ ვთქვათ, ხო? ამდენი ცდელობის, რამდენი, რა ვთქვათ, რესურსის დახარჯვის შემდეგ, აი რას ეტყოდით იმ გულშემატკივარს, რომელიც საც აინტერესებს მხოლოდ ერთი, როდის გავა ტორპედო ევროტურნირებზე და რატომ ვერ მოხერხდა აქამდე. მე პირად მაქსიმალისტი ვარ, აქედან გამომდინარე შემიძლია ძალიან მარტივად გითხრათ ის, რომ რა ვიცი, მიზანი ჩვენც რა თქმა უნდა გვაქვს მაქსიმალური. რა არის მაქსიმალური მიზანი საკლუბო ფეხბურთში? ხო? კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრა ვერ იქნება მაქსიმალური მიზანი. მაქსიმალური მიზანია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ნახეთ, მარტივად გეუბნებით, ხო utopia-ია ეს. ეხლა მე ვიტყვით თქვენ რატო არ მოვიგე 20 წელიწადში ჩემპიონთა ლიგა გუნდით, რომელიც გასავართ ზონაში იყო საქართველოს ჩემპიონატში. ხო? ანუ ხო რეალისტურად უნდა შევხედოთ ყველაფერს. დრო ჭირდება ამას. მე ვთქვი, რომ თუ კი 5-6 წლის მერე ჩვენ არ ვიქნებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, მაშინ მე ვიტყვი, რომ შეიძლება ამაზე მსჯელობა, რომ ჩვენ რაღაცეები არასწორად განვითარეთ. გესმით? ანუ რეალურად ეს არის პროცესი. ნახეთ, რას ვამბობდი ცოტა ხნის წინ, ხო? საწვრთნელი პირობები არ გქონდა. სამედიცინო გუნდი არ გყავდა. გესმით, ან მარტო ფიზმომზადების ნაწილში არ ვიყავით გამართული კლუბი. არ გქონდა, არ ვიცი, ნუტრიციოლოგიური მიმართულება აწყობილი. ანუ კვების თემა დალაგებული. დღეს ყველა სფეროში, ხა მე განათლების სფეროსთან შეხება მაქვს, ალბათ იცით, ხო? ვსაუბრობთ პერსონალიზებულ მიდგომაზე. პერსონალიზებულ განათლებაზე, ანუ აღარ არის განათლება ისეთი, როცა მაგალითად აუდიტორიაში, არ ვიცი, 100 ადამიანია და ისმენს ერთი და იგივეს. ესეც სამყარო აღარ არსებობს. ყველას უნდა თავისი მიდგომა, ინდივიდუალური და ყველა სხვადასხვანაირად სწავლობს და სხვადასხვანაირად ვითარდება. ჯანდაცვის სფეროში არავინ ერთ თარგზე მოჭრილ მიდგომას არ შეთავაზებს პაციენტს. ყველა პაციენტი არის განსხვავებული, თუნდაც მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ყველა სხვანაირი მიდგომა ჭირდება. ანალოგიურად ფეხბურთში, ხო? თითოეული ფეხბურთელი არის ინდივიდი, რომელსაც აქვს თავისი პრობლემები, თავისი
დადებითი და უარყოფითი მხარეები, ჩვენი ამოცანა ვიპოვოთ ეს დადებითი და მაქსიმალურად მასვე დავეხმაროთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის პოვნაში. თუ თქვენ დააკვირდით შენგელი არენაზე, ჩვენ რამდენიმე ძირითად სლოგანზე შევთანხმდით ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო გუნდთან ერთად, ერთ-ერთი არის ზუსტად ის, რომ იყავი შენი საუკეთესო ვერსია სხვისთვის მაგალითი. ხო, აქ და ახლა ერთად, ანუ ერთიანობის ხაზგასმა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა ერთიანობაში, ყოველთვის ეს რაღაც ჯგუფებად დაყოფილი კლუბი ვიყავით და პირველი წელია, როცა აი ამისგან დაძლევა დავიწყეთ და შესაბამისად ერთ მუშტად ვკრავთ გუნდს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაცნობიერებული გქონდეს რომ ვართ ერთნავში, გვაქვს ერთი მიზანი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთმანეთს სულაც არ მოგწონდეს, ახლა არ არის აუცილებელი, რომ ყველა ფეხბურთელს მოწონდეს ერთმანეთი. შეუძლებელია ეს, ხო? ვიღაცა კრიტიკულია ერთმანეთის მიმართ, მით უმეტეს ახლა ჩვენ კილიკი ერთმანეთის გამოგვდის კარგად ქართველებსაც და არა მარტო და შესაბამისად ძალიან ბევრი დრო არ გვჭირდება, რომ ვიპოვოთ მიზეზი, რატო გავბრაზდით. არ მით უმეტეს თუ გუნდი ააგებს, ძალიან ადვილია იმის გაცნობიერება, რომ ყველას ბრალია, მაგრამ ჩემი არა. ხო, ეს ფსიქოლოგიური მიდგომის თემაა. თუნდაც ეს უნდა გაგვეკო, ჩვენ დაგვეჭირა, ვთქვათ, ვის რა მიდგომა ჭირდება, ხო? მე რატომ ამბობ ამას, ახლა ეს ხუმრობა არ არის, მართლა ვფიქრობ, რომ საზომი, რა თქმა უნდა, არის ევროპული ტურნირები და არის შედეგის მიღწევა მაქსიმალურად მაღალ დონეზე. რაც რეალისტური იქნება უნდა ამოვიდეთ, ანუ დღეს რა არის რეალისტური, ხო? ის ადგილი, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საფეხბურთო ქვეყნების რეიტინგში, ანუ ბოლოს წინა, ხო? რეალურად გეტყვით პირდაპირ, რა თქმა უნდა, არა თუ სამარცხინო, არამედ უცნაურიც არის. იმიტომ რომ ჩვენ ობიექტურად უკეთესი გუნდები გვყავს. გესმით? მართლა გვყავს უკეთესი გუნდები, ვიდრე ჩვენზე წინ ყოფ რამდენიმე ქვეყანას. მაგრამ ჩვენ ხო, არა, მაგრამ ნახეთ, ჩვენ მიზანი ეს ხო არ არის, ანუ ჩვენ შეგვიძლია მე დაკვირდებით თქვენ, რომ 2 წელიწადში ეს აღარ იქნება. 100%-ის გარანტია შემიძლია მოგცეთ. რომ ეს აღარ იქნება და ჩვენი მეოთხე ადგილს ევროტურნირებზე მალე დავიბრუნებთ. სიტყვაზე ვიღებ 2 წელს, იმიტომ რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. არ ვიცი, აგერ ჩვენ 2 წელია ომონიას ვეთამაშებით, ხო? და გადაგვეკიდა ეს ომონია, არ ვიცი, ან მე იმას არ ვამბობ, რომ ომონია არ უნდა დავამარცხოთ, უნდა დავამარცხოთ, მაგრამ გულშემატკივარმა ალბათ იცის, რომ ომონია მერვედ ფინალი ითამაშა იმავე კონფერენს ლიგის და ამ გაზაფხულზე და წააღო პაფოსთან თავის ქვეყნის ჩემპიონთან, რომელიც ახლა ჩემპიონთა ლიგაზეა, ხო? ანუ იდეაში, მაგრამ ყველას იმედი გქონდა რომ მოვუგებდით ომონიას, ეს არის კარგი, ხო? პირველი თამაშის მერე 1-0 წავაგეთ და მთელ ქუთაისს და არა მარტო ქუთაისს ჯეროდა, რომ ჩვენ ძალა შეგვწევ და მოგებით. ეს კარგია. და პირველი ტაიმის მერეც ეს იმედი იყო, ხვდებით? ანუ 3 ტაიმის განმავლობაში ჩვენ ვფიქრობდით, რომ ომონია დამარცხებადი იყო. მაგრამ აღმოჩნდა რომ ვერ შევძელით, ხო? მე იმიტომ ამბობ, რომ არ ვიცი მომავალ წელს რა მოხდება, ამიტომ ვერ ვიტყვი რა უცბად მომავალ წელს ჩვენ დავიბრუნებთ მეოთხე ადგილს ევროტურნირებზე, ანუ მეოთხე კლუბის გაყვანის უფლებას, რომ მაინც გამარტო მაყურებლისთვის, მაგრამ 2 წლის ჭრილში ამაში დარწმუნებული ვარ. აუცილებლად ეს მოხდება. მაგრამ ეს ხო არაფერი არ იქნება. ანუ ეს იქნება დასაწყისი, იმიტომ რა ვიცი, ხა 54 იქნები. თუ 52 გულწრფელად რო გითხრათ, ახლა ჩემთვის არ არის საზომი, ხო? მე როცა ვიქნებით 30-ე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს წინსვლა. და რეალურად ეს წინსვლა უნდა მივიღოთ ჩვენ, აი რეალურად ძალიან საღად გააზრებული მუშაობის შედეგად და ალბათ ეს რეალისტური არის 4-5 წლის ჭრილში. იმიტომ რომ იგივე, ნაკრებში ადარებთ, სად არის ნაკრები, ხო? და აი ეს არასწორი ემოციებიც რაც ჩდება, ეხლა რატო ვერ ვეთამაშებით თანაბრად ესპანეთი იქნება თუ თუნდაც თურქეთს, ხო? იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ჩვენზე ძლიერი გუნდები არიან. დღეს საკლუბო ფეხბურთშიც არსებობენ ჩვენზე ძლიერი გუნდები. ეს უნდა გავიაზროთ და ამიტომ სასწაულები ხდება და იმედია რომ არაერთი სასწაული მოხდება, მაგრამ მიზანმიმართულად განვითარების შემთხვევაში ჩვენ მივალთ შედეგამდე ეტაპობრივად და ეს შედეგი შეიძლება მომავალ წელს არ დადგეს. ამიტომ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ კარგად გავიაზროთ ის, რომ ფეხბურთში მართლა ხარ, რა ვიცი, წელს რომ ჩვენ ჩემპიონები არ გავხდებოდით მაგალითად, ხო? თუნდაც იმ გუნდს, რომელიც ჩემპიონი გახდება, რო კითხოთ, 1%-ს არ უშვებდნენ. იმდენად დიდი იყო სხვაობა ფურცელზე, ტორპედოს და ყველა სხვა შორის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესე არ არის, ანუ ჩვენ ხარისხობრივად ყავს გაცილებით უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი, ვიდრე ყველა სხვა კლუბს ერთად აღებული. განსხვავება რა არის? ვერ ითამაშეს ისე, როგორც უნდა ეთამაშეთ. ხვდებით, ახლა იყო ეგრე გალაქტიკო რეალის, ხო? და შესაბამისად გაცილებით უკეთეს უნდა ეთამაშოთ. ან პარის სენ-ჟერმენში, რა ვიცი, ისეთ ფეხბურთელები ყავდათ და შედეგი ვერ დადეს, მესიც ყავდათ. ხო? მარტივად. რო წარმოიდგინოთ, ალბათ ერთ-ერთი ვარბილებ, არ ეწყინოთ მესის გულშემატკივრებს, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის თუ საუკეთესო ფეხბურთელი, ხო? ანუ, მაგრამ თან ნეიმარიც ყავდათ.
და კიდე სუარესი ყავდათ. ხვდებით, ანუ ერთად ყავდათ ისეთი ტრიო, რომ სოფლიო უნდა ხელში აეღოთ. მაგრამ შედეგი ვერ დადეს. და შემდეგ გაცილებით უფრო სხვა ტიპის გუნდით შედეგი მიიღეს. ამიტომ მეც ხა ნახეთ, როცა შედეგი არ დგება, ანუ იმას ნაცვლად რომ ჩვენ, რა ვიცი, ხელი ჩავიქნიოთ, ვჯელობთ იმაზე რა არის პრობლემა, ხო? ტორპედოს პრობლემა შემიძლია გითხრათ, იყო წელს მოტივაციის ნაკლებობა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ ფეხბურთელები შეგვეკრა და მიგვეცა ის მოტივაცია, რომ მათ საქართველოს ჩემპიონატისთვის სერიოზულად შეეხედათ. პრობლემა ეს იყო. შესაბამისად, ანუ არის ესეთი ზეკვალიფიციორის გაგება, ხო, overqualified. ანუ შესაბამისად, ახლა ჩვენ გვაქვს ახალი პრობლემა, ჩვენ უნდა გავიაზროთ, როგორ იმუშაოთ. არაფერი ამაში კატასტროფული არ არის, ესეთი რამ ბევრ სფეროში ხდება. ჩვენვე მოგვივიდა ეს იგივე ფუტსალის გუნდთან მიმართებაში, როდესაც ლეგიონერმა დაგვტოვეს, იმიტომ რომ თქვენს რომ მოტივაცია აღარ აქვს, იგებენ ყველაფერს და შესაბამისად ფაქტიურად მივედით იმ შედეგამდე, რომ მივხვდით, რომ მოდი, აი ფუტსალში შეიძლება ლოგიკური იყოს არა საქართველოსთვის სუპერკლუბის ქონა, არამედ ეროვნული ნაკრების ბაზის შექმნა. ხვდებით, რომ ჩვენ გვყავდეს ფეხბურთელები, რომელიც მუდმივად ერთად თამაშობენ, ნაკრები გაძლიერდება და აგერ ხა ფუტსალში მეორედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ზედიზედ მეორედ ეგეთი რაღაცა ფეხბურთში ჯერ ყოველ შემთხვევაში აქამდე ესე ხშირად არ მომხდარა, ხო, 21 წლამდე დანაკრებს გულისხმობს, სადაც ასევე პირველად მასპინძელი ვიყავით უბრალოდ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას, რომ ორჯერ მოიპოვო მონაწილეობის უფლება ევროპის ჩემპიონატზე, ეგეთი რაღაც ესე ხშირი ბილად რო თქვათ, ფეხბურთში არათუ ხშირი, ჯერ არ მომხდარა. ამას რატო ამბობ? ხო, ეს არის ერთი გზა, თქვათ, ჩვენ რომ ავიღოთ აქცენტი იმაზე, რომ გავაკეთოთ გუნდი, რომელიც მომავალში იქნება საქართველოს ნაკრების ბაზა და შესაბამისად ეს როგორც იყო, არ ვიცი, კიევის დინამო თავის დროზე უკრაინის შემთხვევაში, როგორც არაერთი სხვა მაგალითი გვაქვს ჩვენ პატარა ქვეყნებში და ვეცადოთ, რომ აი ეს ხაზი განავითაროთ. ან მეორე, აგერ გზას გვაჩვენებს ძალიან მარტივად, ხო? ჩვენივე მეზობელი ყარაბაღი რომელიც ფაქტობრივად ორი გუნდით თამაშობს. ერთი გუნდი ყავს ევროტურნირებისთვის და იმ ფეხბურთელებიდან სულ რამდენიმე თამაშობს ეროვნულ ჩემპიონატს. რატო? იმიტომ რომ რეალურად მან ესეთი დაინახა რეალობა, ну იქ არის შეზღუდვაც უცხოელების მონაწილეობაზე, მაგრამ იმ უცხოელებს არ იყენებს იქ. ხვდებით, ანუ კლუბმა განვითარების ეს გზა არჩია და ეხლა მე შეიძლება ეს, რა ვიცი, იდეალურ განვითარება და არ მიმაჩნდეს, ან პირიქით გამოსავლად მიმაჩნდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ანუ დრო გვაჩვენებს რა იქნება სწორი. თუ მოგვიწევს, მე ვთქვი ეს და კიდევ ერთხელ ამასაც ვიზამთ, ხვდებით, ანუ ჩვენ ფეხბურთელების რაოდენობა საკმაოდ დიდი ყავდა წელსაც, ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავდა ჩვენ განათხოვრებული საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ხვდებით, ეს იშვიათია, რომ ქართულ კლუბს ჰქონდეს ამის სტრატეგია, რომ თითო პოზიციაზე ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით 3-4-5 ფეხბურთელს. ეხლა ხუმრობა იყო იმ წინა გადაცემაში, რომ უთხარი მითხარით მეთქი, აბა რომელი ფეხბურთელი მოვიყვანოთ. მე შემიძლია გითხრათ ყველა პოზიციაზე short list-ი ფეხბურთელების. გესმით? ანუ რომლებსაც ვიცნობთ, დიდი ხანია უყურებთ, ვაკვირდებით. ანუ ასე მამუჩაშვილს, ხო, ეხლა ვინ მეტყვის, რომ არ ვიცნობდით, ხო? მაგრამ მან ისეთი სეზონი დაადო შერიფში, მოლდოვაში, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, ის უნდა დაგვებრუნებინა. ხვდებით? და ეს გავაკეთეთ. ანალოგიურად ჩვენ დავაკვირდით რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც უცხოეთში კარგონდა კარგი სეზონი და შესაბამისად მათ დაბრუნებაზე ვმუშაობთ. ანუ მე ის თქვა მინდა, იცით, რომ რა თქმა უნდა, ეხლა საქართველოს ჩემპიონატის დონის ასაწევად სამწუხაროდ 1, 2 და 3 კლუბის შემართება არ იქნება საკმარისი. მაგრამ რეალურად მგონია, რომ აი ეს განსხვავებული მიდგომები, რომელიც კლუბებს ხო, შედეგს აუცილებლად მოიტანს. ეხლა თუ თქვენ აიღებთ დინამო თბილისს ან იბერიას, ხო, მათ აქ რადიკალურად განსხვავებული მიდგომა, ისინი აქცენტს აკეთებენ საკუთარი აკადემიების განვითარებაზე, იქიდან მოსულ ფეხბურთელების განვითარებაზე და შესაბამისად რაღაც ძალიან საინტერესო მოდელი შეკრეს, თუნდაც იმითი, რომ ну ვიცი, რომ მაგალითად მათ ფინანსური კუთხით რო შეხედოთ, შეიძლება წელი მოგებითაც კი დაამთავრონ. ხვდებით, ანუ განსხვავებით ჩვენგან, როცა ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ რამდენიმე, რა ვიცი, 10 მილიონზე მეტი ასე ვთქვათ, ზარალი გვექნება იქიდან გამომდინარე, უფრო მეტი ინსტიტუტში ჩავდეთ, ვიდრე მივიღეთ უკუგება, ხო? ფეხბურთში მნიშვნელოვანია რაღაც ეტაპზე ფინანსურად კლუბი მადეს დააბალანსოს. შესაბამისად, ჩვენთვისაც ეხა ბუნებრივია, რომ ეს რადგან გრძელვადიანი პროექტი, ამიტომ უნივერსიტეტი განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას, არ ვიცი, სიტყვა და შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში, იმ იმედით, რომ აი, როცა ვიქნებით იქ, სადაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ, ეს ფინანსურად დაბალანსდება. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემთხვევაში
ავიცი, სულ მინიმალური 36 მილიონი დოლარიდან იწყება შემოსავალი კლუბის, ყველა თამაში რო წააგო იქ და თან ჩვენ არ გეგმავთ იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეთ და ყველა თამაში წავაგოთ. ანუ არ მე რომანტიულება ეს პირდაპირ გითხრათ. ავიცი, კი, შეიძლება ესეთ შედეგი იყო, მე არ ვამბობ ხა რაღაც სლოვანს ვაკნინებ ან მაგალითად, რავი, წლევანდელ რომელიმე კლუბს, ხო? ფაქტია, ყოველ წელს არიან გუნდები, რომელიც ყველა თამაშს აგებენ. ესეთიც არ გვინდა რომ ვიყოთ. მიხვდეთ, ანუ თამასა, მოდი ესე ვთქვათ, კი, ჩვენ ვამბობთ, რომ ევროტურნირებზე მოხვედრა არის კარგი, მაგრამ მე შემიძლია, რა ვიცი, ხა არამომგებიანი დაპირება გავაკეთო კიდე ერთი, რომ როცა ჩვენ მოვხვდებით ევროტურნირებზე და ალბათ ეს პირველად მაინც კონფერენც ლიგა იქნება, აუცილებლად ჯგუფიდანაც გავართ. ხვდებით, ანუ რეალურად, იმიტომ 36 გუნდიდან 24 გადის და ანუ ყველა საუკეთესო 2/13-ში უნდა მოვხვდეთ. და თუ მოთხოვნა ესა გულშემატკივარს უკვე რომ აი ომონიას რატო არ მოუგეთ, ხო? ლოგიკურად მე თუ მოუგებდი მერვედ ფინალისტს, მაშინ როგორ შეიძლება თასი არა ვიყო? როგორ შეიძლება კონფერენც ლიგა არ მოვიგოს ტორპედომ? რა ეხა ბრიტანული გუნდი გჯობია რომელიმე სერია A-ი, ბუნდესლიგის თუ ლა ლიგის. ხუმრობით ვამბობ ამას, ხო? ანუ რეალურად უნდა ვიყოთ რეალისტები. ანუ მე მინდა მაქსიმუმი რომ გავაკეთოთ და მართლა გული დამწყდება თუ მექნება განცდა რომ ჩვენ შეგვეძლო მეტის გაკეთება. შარშანდელი სეზონი იყო პირველი, როცა ჩვენ გვდაგვრჩა ეს ცუდი გემო. იმიტომ რომ პირველივე წელს ჩვენ თასი ავიღეთ, ხვდებით, ანუ გუნდი რომელიც გასავარდნი ზონიდან იყო რაღაცას დავამსგავსეთ. მეორე პირველი 2 წელი, იმიტომ რომ არ იყო რეალურად რაღაცა ესეთ ხელშესაღები განვითარება, მაგრამ მნიშვნელოვანი წინსვლა იყო იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით. მაგრამ ეს ბოლო 2 წელი ზუსტად აი იმ მომენტიდან, როცა ჩვენ დავიწყეთ უცხოელი მწვრთნელების და უცხოელი მაღალი დონის ფეხბურთელების ჩამოყვანა, კვეთრად განვითარდა გუნდი, თუნდაც იმიტომ რომ ისინი გვეუბნებოდნენ ჩვენ, რომ ამ პირობებში ვარჯიში არ შეიძლება. ესეთი გასახდელი გუნდს არ ეკადრებ. გესმით? დაწყებული ელემენტარული რაღაცეებიდან და შესაბამისად, იმიტომ კი არა რომ ამას ახლა ვერ ხვდებოდა ვერავინ, ხო? მაგრამ მივხვდით, რომ მართლა საჭიროა კლუბის გარშემო სხვანაირად განვითარდეს ინფრასტრუქტურა. შინაარსობრივად შეიკრას კლუბი. ნახეთ, აი რაღაცა დეტალებშიც კი არის განსხვავება. რამდენად ვაცნობიერებთ თუ ვინ ვართ, ხო? ანუ რა გვინდა, სად უნდა მივიდეთ, ამისთვის რა გვჭირდება. იგივე კლუბის იდენტობის შესწავლა დავიწყეთ ჩვენ და რა ვიცი, ჩემთვისაც ახლა ძალიან საამაყოა ის, რომ აღმოვაჩინე, რომ ქუთაისში გუნდი 1921 წელს ბაშიაჩუკის სახელით დააფუძნეს. ხვდებით, ანუ როცა საქართველოს გასაბჭოებას ამ ხალხმა დაუაკავშირა, ანუ რა ვიცი, ხა აკაკი წერეთლის ბაშიაჩუკი, მე მგონი აცნობიერებთ რას ნიშნავს იმერელი კაცისთვის, ხო? გინდათ სამართლიანობის, ვაჟკაცობის, რა ვიცი, გაუტანლობის სიმბოლო იმისა, რაც ფეხბურთში გვჭირდება. და ეს მე ძალიან მომწონს, რომ ჩვენ არ ვართ რაღაცა მხოლოდ მუშათა გუნდი, რომელიც ჩამოყალიბდა ავტოქარხნის ბაზაზე საბჭოთა ნომენკლატურის მიერ, არამედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც რეალურად რეაქცია მოვახდინეთ ამაზე. და რეაქცია მოვახდინეთ ძალიან სწორი. და 2 წელი ამ სახელით თამაშობდა. წარმოიდგინეთ იმ პერიოდში 21-დან 23 წლამდე კლუბმა შეძლო სახელის შენარჩუნება, სანამ მე ქუთაისის ხარაბაძის სახელობის სპორტული კლუბი დაერქვა. ანუ ესეც მნიშვნელოვანია, ხვდებით და ჩემთვის აი ესეთ რაღაცაზე აწყობა კლუბის მომავლის, ხო, მგონია რომ ზუსტად იმას მოგვიტანსაც მნიშვნელოვანია. თან შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ აი სამართლიანობა ვახსენე, არა მარტო ბაშიაჩუკისთვის იყო და დამახასიათებელი და აკაკი წერეთელს მოწონდა იმერელი კაცის სამართლიანობა ამ შემთხვევაში. ჩვენ სამართლიანად ვიქცევით პირველი დღიდან. აი მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას, იქნება ეს ფეხბურთელი, ჩვენი სხვა კლუბის, არ ვიცი, საჯი, სასაცილო ისტორიებიც კი მაქვს საჯებთან მიმართებაში ერთხელ ვისაუბრეთ, რომ ესაა ჩვენთვის უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საკითხი, რომ საჯებს ვცეთ პატივი. და ამაზე გქონდა საუბარი და საჯების მიმართ ძალიან დიდი კრიტიკაა საქართველოს ჩემპიონატში. ხო და ძალიან კარგად მივდიოდით, უბრალოდ შარშან ახლა მოგიყვებით ამ ისტორიას, მაყურებელსაც გავამხიარულებთ, ამით დარწმუნებული ვარ, რაღაც კარგად წავედით რა, ანუ საჯების გინება აღარ იყო შენგელი არენაზე. წარმოიდგინეთ, რამხელა მიღწევაა და როცა აი ზუსტად იბერიას უსწრებთ რამდენიმე ქულით და სამტრედიაში არის თამაში, სამტრედია ეთამაშება იბერიას და მეც ჩავედი, იმიტომ რომ მეორე დღეს იყო თუ იმ დღეს მე საღამო ჩვენი თამაშიც, იქ ვიყავი და ქუთაისელი გულშემატკივრებით უხვად არიან წარმოდგენილი და გულშემატკივრებთ სამტრედიას, რომ იბერიამ დაკარგოს ქულები. და რა ხდება ამ დროს? უცებ დაიწყეს საჯის გინება. ხო და ნუ მე გამიკვირდა, რეაქცია ბუნებრივი იყო გაკვირების და მათაც გაუკვირდათ, რომ მე იქ ვიყავი და
ესეთ რაღაც მოხდა და მოვიდნენ და მითხრეს რომ ბატონო დავით ხო შეიძლება რომ გარდამავალი პერიოდი გქონდეს არც ტორპედო არ თამაშობს არც შეგელიაზე არა ვართო და ხო შეიძლება აგერ ჩავიდეთო საფრთხეში და გებრიელად ვაგინოთ საჭო და მე ვიმჩილეთ აბას რამდენად საჭირო ესეთი გარდამავალი პერიოდი რა თქმა უნდა საჯები ხა გინებას ჩემი აზრით მაინც არ იმსახურებენ თუმცა ამ ნაწილში ბევრი რაღაცა რო არის გასაკეთებელი ამის ბევრი მაგალითი შემიძლია გითხრათ რა ვიცი რამდენიმე დღეში ჩამოსვლიდან ფილიპე პირესმა მითხრა რომ მაგარი რაღაცა დავამუღამეო როგორც კი ხარზე ხელს დამადებენო წვებიო იმიტომ რომ ეგრევე უსტვენს საჯიო ესეთი რაღაც არც ერთ ლიგაში არ მინახავს ოდნავ თუ შემეხო ვიღაცა შეხება ვიგზელიო მაშინ რომ წვებიო ეს ხო ანელებს თამაშს მიხვდით ანუ რეალურად ბევრი რაღაც არის მე ამას არ ვამბობ რომ რაღაცა ვიღაცა მიკერძოებულია და იმიტომ აკეთებს ხო ესეთი მითებიც არსებობს და იმედია რომ მითებია მაგრამ რეალურად ბევრი პრობლემა არსებობს და ამ მიმართულებით ასევე რაღაცები კეთდება მნიშვნელოვანი ხო ის ეგერ თურქი სპეციალისტი არის ჩამოსული რომელიც ჩვენს მე მგონი მეზობელ ქვეყნებსაც ეხმარება იმაში რომ რაღაცა სამწვრთნელო უბრალოდ საჯების ტრეინინგებით და რაღაც განვითარებით და სასწავლო პროგრამებით დონე მაიწიოს და ბევრი ახალი კარგი სპეციალისტი გამოჩნდა დარწმუნებულად თუმცა გამოჩნდნენ ისეთები რომლებიც ნერვებს გვიშლიან ხო ახლა თელავთან თამაში მაგალითად არ ვიცი ფეხბურთელი არ დაგვიტოვეს ყვითლის გარეშე ხო ხვდებით და რაღაც თანის რამდენიმე და ძალიან უცნაური იყო იმიტომ რომ არ არის აუცილებელი ხო რაღაცა მით უმეტეს იმ გარემოში როცა უკვე გეფერებიან უკვე ეწვები ხო იმ პირობებში თუ ყვითელსაც მიაყოლებ უკვე აღარ ადგება არც ერთი ფეხბურთელი და თამაში აღარ მოუნდება თან კარგ ფეხბურთელებზე ლაპარაკი ხვდებით ახლა ფილიპე პირესი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ხო იგივე საკეთებს ვარლი და სილვა ჩვენი ასევე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი რომელიც თქვენ დარბოდენ და წესით შეუულიათ რომ გაექცენ ხო მაგრამ ის ვიღაცა რომ იცის რომ საჯი მაინც დაუსტვენს თან ისე დროს უსტვენს ხანდახან რომ ბურთი შენგაკ და მირბი ხარ და მაინც გისტვენს ხო რაზე ირბინოს დაწובה ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო ხო კაი ეს ცოტა ისეთი ის ჩართვა გამომივიდა ეხლა გავიმედია ბაყურებელი გავართეთ ამითი მაგრამ მირის თქვა მინდოდა იცი რომ აი ბევრი მდგენელი აქვს ამ ყველაფერს ძალიან ბევრი მდგენელი და ამიტომაც მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ ხრივ რომ ჩვენ ამ კლუბს რა ვიცი გულშემატკივრს პირდებით რომ კიდევ ყოველწლიურად გავაძლიერებთ ჩვენ დავპირით რომ 6 თვეში ერთხელ გავაძლიერებთ და ჯერჯერობით არ ჩაგვიდია არც ერთი ტრანსფერო ფანჯარა აი წეგანაც ახსენეთ мотиваციასთან დაკავშირებით რომ ანუ ამ სეზონის ესე რომ თქვა წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ასე ვთქვათ мотиваციის ნაკლებობა აი ამ მიმართულებით რას გეგმავთ აი შემდეგ სეზონში რომ აი ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს გასაგებია რომ გააძლიერებთ გუნდს ასე შემდეგ მაგრამ აი დღეს ვინც არის და თქვენც გაქვთ თქვა რომ დატოვებას არავინ არ აპირებს გუნდის ფაქტიურად ხო ძალიან ცოტა ცვლილება იქნება მაგრამ იქნება სადღაც 3 ან 4 ტრანსფერი ძირითადი ბირთვი ადგილზე დარჩება და აი ძირითად ბირთვს როგორ აპირებთ რომ მიცეთ мотиваცია რომ საქართველოს ჩემპიონატში მიიღოთ ის შედეგი და შემდეგ ხო ის არის რთული ამოცანა ისევ რამდენიმე ფაქტორისგან შემდგარი ხო ანუ ერთი რომ საქართველოში არ არის დაფასებული ფსიქოლოგის როლი ეს ძალიან უცნაურია ჩემთვის თუმცა ახლა მუშაობთ იმაზე რომ როგორც ფეხბურთელებს აუხსნათ ეს უკეთესად თუნდაც იგივე ჯგუფში ფსიქოლოგის ჩართულობა და მუშაობა გუნდთან ერთად რო ეს არ ნიშნავს რაღაცა თუ ფსიქოლოგს დაელაპარაკები რომ მაინც და მაინც ვიღაც ჩათვლის რომ მენტალური პრობლემა გაქვს. ხვდებით, ანუ ამ თანამედროვე სამყაროში ფსიქოლოგი ჯანმრთელ ადამიანს უფრო ხშირად ჭირდება და ეს კარგია. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ამ მიმართულებით, იმიტომაც ვამბობ, რომ ჩვენ მქონდა ამ წლის განმავლობაში რამდენიმე მცდელობა, იგივე ჯგუფური სეანსისას და ინდივიდუალურების ინიცირების, თუმცა ვერავაწყეთ ეს. ანუ იყო რეზისტენტულობა ძალიან მაღალი. დადებითი ის არის, რომ შემდეგ ფეხბურთელების ნაწილმა აიყვანა ფსიქოლოგი თავად და დაიწყო მუშაობა. ანუ რეალურად შეიძლება ეს იყოს ნდობის ფაქტორიც, რომ ფიქრობენ, რომ ჩვენი ფსიქოლოგი აუცილებლად მერე მოვა და მე მომიყვება იმას, რომ აუ ეს რა ყოფილა, ასე ხარ რები მითხრაო, რაც ეხა პროფესიულად დაუშვებელია, ბუნებრივად ამას არავინ არ იზამს, ხო და აი ესეთი ბარიერი გვაქვს ერთი, ჩემი აზრით, გადასალახი. მეორე, ანუ აი ბოლო პერიოდის ტრანსფერებში გაცილებით უფრო მეტი ყურადღება მიექცა აი ხასიათის ელემენტებს. ანუ ჯერტი უფრო მეტად ვაქვახულებთ ყურადღებას იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ყველანაირად ვიცით და შესაბამისად ეხა უკვე ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მითები, რომ ცუდი სკაუტინგი გვაქვს, ანუ რეალურად რამდენიმე ეტაპიანი, შრიანი და სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ჯგუფებს ვიყენებთ, რომ გქონდეს განსხვავებული
პოზიციების შეჯერების შესაძლებლობა. ამას გარდა რეალურად ვცდილობთ, რომ ეს ნაწილი, ხო, მე ანუ თითოეულ ფეხბურთელს დავეხმაროთ განვითარებაში და გავაძლიეროთ. ვის სად რა ბარიერი შეიძლება კონდეს. კიდევ ერთსაც ვიტყვი, რომ ანუ ეს мотиваციის თემები, ხო, ანუ რეალურად ყველაფერი ვერ მოიფხვრება. ამისთვის არის კიდევ რამდენიმე იდეა. ერთ-ერთი იდეა მე მგონი თქვენთანაც ჯოხაძემ გააჟღერა, რომ საერთაშორისო თამაშები მეტი იყოს და ამაზე მუშაობთ ყველა. ანუ ჩვენ მაგალითად ევროპული კლუბების ასოციაციის ეგიდით იყო შეხვედრები რომში, სადაც ასევე ვილაპარაკეთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და წინასწარი თანხმობები გვაქვს. თუმცა ვიცი, რომ ფედერაციაში ჯოხაძისგან ვიცით ეს რომ რაღაცა კვლევა კეთდება და შესაბამისად ამმართველად ფედერაციაც ფიქრობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს იყოს გამოსავალი, როცა ახლა მაგალითად დინამო თბილისი ეთამაშება არარატ არმენიას, ხო, მაგალითად უფრო მეტი ხალხი მივიდეს სტადიონზე, ვიდრე როცა თბილისის დინამო ეთამაშება გაგრას მაგალითად. მე იმედი მაქვს, რომ ტორპედო დინამოზე მაინც დაიწყებს როდესღაც გულშემატკივარი თბილისში ციარულს, ხო? ქუთაისში ეს საბედნიეროდ შედარებით უკეთესად არის და ასევე ძალიან მინდა რომ ბათუმის დინამოშიც მოგვარდეს პრობლემები მოკლე პერიოდში, იმიტომ რომ იქაც განსხვავებული აურა იყო და ყოველთვის სასიამოვნო იყო ბათუმში თამაში. აი ტრანსფერებზე მინდა გითხოთ ახლა თქვენც თქვით რომ აპირებთ ამ ჯერათაც ესე ვთქვათ გუნდის გაძლიერებას, ნუ არაბიძის ტრანსფერი დაასტურეთ, ასე რომ ვთქვათ თქვენ უკვე, რაც მე ჩემთვისაც და ბევრი გულშემატკივრისას ძალიან კარგი და სასიამოვნო ინფორმაცია. აი დამატებით თუ შეგიძლიათ გითხრათ რა პოზიციებზე და აი რამდენიმე ვარიანტი მაინც რომ აი შეიძლება ანუ ცუდი რა არის იცით რომ ხო უბრალოდ ეხა რომ თქვა ხო ხვდებით რომ რადგანაც არის 64 ფეხბურთელზე საუბარი რომელიც ერთ პოზიციაზე მოიაზრება უხერხული იქნება მე ის გაჟღერდება კონკრეტული გვარები და მე იქიდან ჩვენ ვინ ავარჩიეთ დანარჩენების ეს სასიამოვნო არ იქნება თუმცა შემიძლია გითხრათ რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე მუშაობთ და ასევე ჩამშლელი ნახევარმცველის რომელსაც ასევე შემოქმედებითი ტვინი აქვს მუშაობთ. ეს ორი პოზიცია შემიძლია გითხრათ კონკრეტულად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გვაქვს მოკლესიები. თუ მოიაზრება, გას მესმის აბსოლუტურად რატომაც ამბობთ სახელებს და გვარებს, სახოს ტრანსფერის შევეხოთ ოდნავ მსგავსი ტრანსფერი თუ მოიაზრება? ხო, და ამ მითხარით ქართველი ფეხბურთელი, რომელიც არის სახოს დონის თქვენი აზრით. ვისაც ააყენებთ, ახლა ხო ხვდებით, ანუ მეტყვით ახლა სამ გვარს, გვარაცხელია მიქაუტაძე და მამარდაშვილი. გპირდებით, არც ერთს არ ჩამოიყვანთ საქართველოში, თუნდაც რომ მათ მოდომებოდათ, იმიტომ რომ მათ კარიერისთვის ეს კარგი არ იქნება. ხო. მიხდით სამ გვარს გეუბნებით. დანარჩენი ნებისმიერი შესაძლებელი თუმცა კარგი რამდენად არის ეს მათთვის ეს ცალკე თემაა, ხო? იგივე არ ვიცი, ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. წარმოგიდგენიათ ტორპედოში. ისიამოვნებით, მაგრამ არა, მე არ წარმომიდგენიათ, ეს არა, იმიტომ კი არა რომ მე ორივე მინდა რომ იყოს. ხო, ან მაგას ორივე მომწონს. მათი კარიერისთვის ხო, უბრალოდ არ მგონი, არა, რატო იცი ხა ცუდად გამოდის, იმიტომ ჩვენ იმ მოკლესიებში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ყავს ძირითადად. მიხდით თითქმის ყველა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი. ანუ ესე თქვა მინიშნებას გეუბნებით რომ ეს იქნება ქართველი ფეხბურთელები და ნაკრების წევრები. შესაბამისად ესე ვთქვათ რომანტიკა რო გქონდეს მეტი ან ჩვენი აზრით რომ უნდა იყვნენ ნაკრების წევრები უახლოეს მომავალში, ხო? მათ შორის არაბიძე. ეხლა რომ მოუხსნათ ყოველგვარი ის, მე მიკერძოებული ვარ ბუნებრივია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ არაბიძე იყო რაღაც მომენტში ისეთ ფორმაში, რა ფორმაშიც იმ მომენტში არ იყო არც ერთი რა ხმამაღალ ფრაზას ვამბობ, არც ერთი იმ მომენტში არც ერთი ქართველი ფეხბურთელი. გასით მათ შორის კვარაცხელიც არ იყო იმ დროს ფორმაში. და შესაბამისად, თუმცა კვარაცხელი და არაბიძე ერთ პოზიციაზე არ თამაშობენ, ალბათ ჩემი სათქმელი გულშემატკივრისთვის არ არის, ამიტომ არ გააფუჭებდა არაფერს არაბიძე რომ ნაკრებში მოხვედრილიყო. ასევე მგონია რომ არაბიძეს თავის საუკეთესო ფეხბურთი ჯერ არ უთამაშია. ეს რადგან ერთი გვარი გაჟღერებულია, ამიტომ გეტყვით რომ სხვა ფეხბურთელები ვინც იქნებიან, ხო, რა ვიცი მე გადაახვიეთ ეს ინტერვიუ, ჩემი აზრით ასევე იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც იმსახურებენ, რომ იყვნენ საქართველოს ნაკრების წევრები. და აი ეს ესე ვთქვათ ტრანსფერები რაც იქნება, უშუალოდ გათვლილი იქნება გუნდის გაძლიერებაზე. მაგრამ სახოს შემთხვევაში შესაძლოა გაძლიერება, მაგრამ მეტწილად სახოს მოყვანის ესე ვთქვათ მიზანი იყო საერთაშორისო ასპარეზზე ორივე გაზრდა, ხო? აი მსგავს
ნაწილზე თუ იქნება აქცენტი. კაი, არ ვიცი ხა რამდენად კარგი იქნება ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი, მოდი სახოს შევეხები, გაგებით გეუბნებთ გახსნათ, რადგან გულშემატკივრს ამ მმართველობით ინტერესი აქვს. სახო ჩვენ არ მოგვიყენია მარტო მარკეტინგული პროექტი. ვთქვით, ეს იყო მარკეტინგი პირველ ადგილზე, მაგრამ არა მარტო. 32 წლის ასაკის ცენტრალური მცველი. გესმით, მე არ ვფიქრობ, რომ არის უკვე ის, ვინც ფეხბურთს თავი დაანება. გესმით, ანუ რეალურად მას და ვთქვი კიდეც, რომ რამდენჯერმე მინიმუმ ორჯერ მან ოპტიმალური წონა აღადგინა, ფორმაში შევიდა და შესაბამისად უკვე ვარაუდობ, თუ ის დაიწყებდა იმ დონეზე თამაშს, რაც მას შეეძლო. თვითონაც რა თქმა უნდა ამას ამბობდა და მეც ვიცი და გულშემატკივარმაც, რომ ის იმ ფორმაში ვეღარ იქნებოდა, როგორც იყო თქვა პარის სენ-ჟერმენში ან ლივერპულის დროს იმ ფორმაში რო ყოფილიყო, არც მერე კრისტალ პალასში არ წავიდოდა და არც ტორპედოში არ ჩამოვიდოდა. მოდი ესე ვთქვათ, ხო? მაგრამ რეალურად ის ჯერ კიდევ იყო ძალიან სასარგებლო და თან იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც მოვიყვანეთ, ფეხბურთელს ვეძებდით. ბუნებრივია, რომ იმიტომ აღარ გავაგზავნეთ კონტრაქტი, ჩვენ მქონდა გაგზელების ოფცია, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის შედეგი მივიღეთ, რაც შესაძლებელი იყო სახოს შემთხვევაში და შესაბამისად დამატებითი კიდევ ერთი წელი ეფექტი შეიძლება არ ქონოდა. ცნობილი ფეხბურთელების შესახებ რეალურად გულშემატკივარმაც იცის არაერთხელ გაჟღერდა გვარებიც და შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ესეთი გვარი ნამდვილად სიმართლეს შეესაბამებოდა. ერთ-ერთი იყო ჟოაო ფელიქსი ტორპედოში. ჟოაო ფელიქსი არა, ჟოაო ფელიქსი მე კონკრეტულად ვთქვი, რომ მე მესაუბრე ხვდებით ერთ-ერთ აგენტს და ხუმრობის ნაწილი ის იყო, რომ მან მთხოვა, რომ ეს მიმეწერა, რომ Google Translate-ით ეთარგმნა. გესმით? და მე გადომირეკა, რომ რა გჭირს 40 მილიონი ღირსო და მართლა ხა მაგაზე დავიწყოთო მუშაობაო? ხო და ხვდებით, ანუ ეს ხუმრობა იყო, ამიტომ იუმორისტულ გადაცემაში მქონდა. იმავე პოზიციაზე სხვა იყო, იმავე ქვეყნიდან რეალობა, ნანი იყო თანახმარო ჩამოსულიყო. ოღონ ვინგერი 36 წელს ასაკში უფრო ნაკლებად რეალისტური არ გამოადგებოდა ტორპედოს მარკეტინგის მიღმა, მოდი ესე ვთქვათ. ამიტომ ის ტრანსფერი ჩვენ აღარ განვავითარეთ, აგ გითხარით აგ ერთი კონკრეტული ინფორმაცია და თქვენ წარმოიდგინეთ არა სხვა ევროპული ნაკრების ვარსკვლავებზეც იყო საუბარი, ყოფილ ვარსკვლავებზე, მაგრამ ამ ხას არ ვაგრძელებთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს მომენტი, რომ ტორპედოს ცნობადობისთვის რაღაცა ბიძგი მიგვეცა ჩვენ ვქენით. მიხვდეთ, ანუ რეალურად ეხა ამის საჭიროება არ არის, ანუ სახო რო არ ყოფილიყო, ხო? შეიძლება გვეფიქრა. მაგრამ ეხლა როცა უკვე დირკ შუსტერია ესეთი ფაქტორი, აღარ მჭირდება. გესმით, ანუ როცა დირკ შუსტერმა მიიღო გადაწყვეტილება ტორპედოში ჩამოსვლის, ანუ ეხაც იგივე ახალგაზრდული 21 წლამდე ნაკრებების თამაში რო იყო, ხო? ზატაინსი არის მოდი ასე ვთქვათ, ცენტრალური ტელევიზია გერმანიის, როგორც ჩვენთან საზმაო უწყებელი, ხო? და შესაბამისად ინტერვიუ წინა სამატჩო, ანუ სტუდიაში მაგალითად მარკუს ბაბელი იჯდა, დირკ შუსტერი აძლევდა ინტერვიუს, ხო და მე რა თქმა უნდა თამაშისთვის ვეკითხებოდი, რომ ბაბელმა რა თქვა მეთქი, რაღაცა ტორპედოზე რას ფიქრობს. სხვათა შორის უკვე რამდენჯერმე დამირეკა და მეკითხებაო ტორპედოში როგორ მიდის საქმეებიო და მე ისიც თქვა მინდა იცით, რომ რადარზე ჩვენ გამოვჩნდით. ანუ 4 წლის წინ ტორპედოს სახელი ასოცირებოდა ფინანსურ კრიზისთან, გადაგდებულ ფეხბურთელებთან, დაკპირდებიან და აინც არ მოგცემენ, ქართველები ვერ წამოვიყვანეთ ჩვენ, ვერ დავარწმუნეთ. აი ზირთად რა პრობლემას აწყდებით ხოლმე, როდესაც ეხა სხვასაც რო უსაუბრია, ანუ არის რომ საქართველოში რაღაცა პირობებს ვერ შეიძლება ფინანსურ ნაწილზე შეთანხმდნენ, მაგრამ აი ყოფილა შემთხვევებში ჩამოუყვან, მაგრამ ვერ მოერგნენ ესე ვთქვათ საქართველოს, ხო? აი რა სად ხდება ხოლმე დაბრუნება? ხო, ანუ საქართველოში იშვიათია, ნახეთ მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა, რა არის ფეხბურთელთვის მნიშვნელოვანი, ხო? სტაბილური გარემო, წმენა იმისი, რომ აიღებს ხელფასს, წმენა იმისი, რომ მისი ოჯახი იქნება კარგად. ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო. ნახეთ, აი ამ დგენელებს თუ მიუყვებით, თქვენ წარმოვიდგინეთ ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი. საქართველო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად. ოჯახის წევრებს, როგორც წესი, ქართული საკვები მოსწონთ, პრობლემა სადა გვაქვს, ზოგად განათლების სისტემა არა გვაქვს, ისეთი რომ მათ მოვხიბლოთ. მიხვდეთ, ანუ ინგლისურენოვანი სკოლების ნაკლებობა თბილისის გარეთ ყველგან. შესაბამისად ეს არის პრობლემა. ოჯახმა რო ის ცხოვრობს თბილისში და ფეხბურთელმა ითამაშოს ქუთაისში მაგალითად. დიდი უპირატესობა არ არის ტორპედოსი. ამ ხრივ თბილისურ კლუბებს აქვთ გაცილებით უფრო მეტი უპირატესობა.
ამიტომაც ხშირად არის ხოლმე, რა ვიცი, საუბარი იმაზე, რომ ხო არ ჯობია თბილისში ვარჯიშობდეს გუნდი. ტორპედოს შემთხვევაში სიგიჟია, ხვდებით, მაგრამ ეს კი შემოთავაზებიც არაერთი მქონია. ხვდით? თუნდაც მაგიტომ რომ უკეთეს ფეხბურთელები ჩამოვიდნენ, ზუსტად იმიტომ რომ ოჯახის წევრებმა თავი იგრძნონ კარგად. კარგი რაც გვაქვს, ხო, და ვიცი, ხა ესეთი კითხვა დამისვით, მოდით გაგეხსნებით, მოგიყვებით მაგალითად როგორ არის ტარდება ჩვენთან ინტერვიუ. ხო, პირველი პრობლემა არის, რომ ფეხბურთელი შემოვიყვანოთ ზარზე. აი, ბოლო პერიოდს თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე თვეს, ყოველთვის პრობლემა იყო ფეხბურთელის დარწმუნება, რომ ტორპედოს საერთოდ დაელაპარაკოს. გესმით? ანუ აგენტი თუ შემოვიდა და გესაუბრება, ეს უკვე მიღწევაა. და იმათ ფეხბურთელებს, დიდ ფეხბურთელებს და კარგ ფეხბურთელებს თავისი აგენტები ყავთ, ბუნებრივია, მათ შორის ნდობით აღჭურვილი პირები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი თემაა. თუ ზარზე შემოვიყვანეთ, ხო? ანუ მე იწყება პროცესი რა, რომ ის ადამიანი უნდა რაღაცა, ხო ხვდებით, ეფექტი უნდა მოვახდინოთ. და გააქვს ამისთვის რაღაცა წუთები, რომ ჩაითრიო საუბარში. ანუ დაწყებული, არ ვიცი, ზეზვა და მზიას ისტორიით, რომ პირველი ევროპელები ვართ, დამთავრებული ქუთაისში, რომ ყველაზე მაგარი საჭმელია მსოფლიოში და გაგრძელებული აი ნებისმიერ რაღაცით, რაც შეიძლება მათ ყურადღების მიქცევისთვის დაჭირდეთ. ძირითადად რა რითი ხიბლავთ ხოლმე? ანუ გააჩნია პერიოდს, ხო? მაგალითად თუ ზაფხულის პერიოდი, ვეუბნებით წარმოიდგინეთ, რომ, რა ვიცი, სეზონის ბოლომდე გექნება 3 ტიტული. ჯერ ყველა მოვატყუე, მაგრამ სამწუხაროდ, მაგრამ მე მჯეროდა. გულწრფელად გეტყვით ამას, ანუ სუპერთასი ახლოვდებოდა და ვეუბნებოდი, რომ 3 ტიტული გარანტირებული გაქვს 6 თვეში. თქვენ წარმოიდგინეთ ეს არის ფეხბურთელი, რომელიც აი დარწმუნებული ყავით, რომ აი მართლა არ უნდა საქართველოს გაგება, გველაპარაკა და შემდეგ თვითონ თვე ნახევარი მართლა ფიქრობდა, რომ ჩამოსულიყო, ბოლოს ისეთ გუნდში წავიდა, ხო, რომელიც მე მგონია, რომ გაცილებით უკდაკლებია ვიდრე ტორპედო. თუმცა არის ბრიტანული გუნდი, ანუ ინგლისის, ოღონ მე ქვედა არც პრემიერშიპი კიდევ უფრო ქვედა დონეზე წავიდა. და ეს ფეხბურთელი იყო, რა ვიცი, ფილეთის ნაკრების მოქმედი ფეხბურთელი. მიხვდით? და შესაბამისად, აი ჩემთვის ეს იყო ცოტა უცნაური. მაგრამ მე რო გავარკვიეთ, ხო, მისმა მეუღლემ არჩია ლონდონში ცხოვრება ქუთაისში ჩამოსვლას. ხო და აი ეს მომენტი არის ხოლმე, მე კი ვეუბნები, რომ ქუთაისი აღმოსავლეთის პარიზია და თუ მეტყვიან რომ ეხო ბეირუთიაო, ვარწმუნებ რომ კი ბეირუთიც არის, მაგრამ ბეირუთში სანამ ჩახვალ ეს უფრო ახლოს არის პარიზთან, ხო, ცოტათი. ხო და ან ეს თემები, რა ვიცი, ხა ყოველგვარი იმის მოკების გარეშე რო გითხრათ, არ არის მარტივი, რა მიმარტივებს ახლა ცხოვრებას ის რომ იგივე ზარზე ახლა ყავს თქვათ მთავარი მწვრთნელი. და მთავარი მწვრთნელი რომელიც ცნობადია და ისინი იცნობენ, ხო? და როცა ის უხსნის თქვათ სიტყვაზე აი ამ გუნდში მე ესე ვთამაშობდია, რა ვიცი. კაიზერსლაუტერნში ეს მიდგომა მქონდა, მაგრამ ტორპედოში ეს კაიზერსლაუტერნი უკვე სმენია სიტყვაზე, გესმის და თუ ის რაღაც დარმშტატის სასწაული იცის, რომ ტიპმა მესამე ლიგიდან აიყვანა ბუნდესლიგაში და ადგილი შეინარჩუნა, რის გამოც დაიმსახურა ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელობა და ინახა და თუ გერმანიის საუკეთესო მწვრთნელობა, მაშინ როცა იქ იყვნენ გვარდიოლა, კლოპი და ტუხელი, ხო? ახლა წარმოიდგინე, რაღაც არ უნდა რო არ ფეხბურთში საერთოდ გარკვეული რო არ იყო, ერთხელ მაინც ექნება ტუხელი, გვარდიოლა, კლოპი ვინმეს გაგებული, ერთ-ერთი მაინც. და სამივე ერთად იყო და შუსტერი გახდა საუკეთესო მწვრთნელი, ხო? და მართლა თვენახევარი უმუშავე ამ კაცის ჩამოყვანაზე. მიხვდით და მე 5 თვეში ქუთაისში მეუბნებოდნენ კაცო გაუშვი აზზე არ არის ფეხბურთისო, ხო? და ეგ ცოტა მაწყენიდეს მაგით მე შევხვდით ვილაპარაკეთ და კარგია რომ შევთამაშდით ამ მიმართულებით რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავაცნობიეროთ თითოეულ ესეთი ნაბიჯს რა მოყვება. ეხლა ამიტომ იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იგივე სტივ კინის რაღაც თავიდან ძალიან კარგ შედეგს მე რომ რაღაც პრობლემები მოყვა, ხო? მასთან ურთიერთობა ჩვენ შევინარჩუნეთ ბოლომდე და კონტრაქტის ამოწურვამდე სპორტულ დირექტორად დარჩა კლუბში, იმიტომ რომ თუნდაც ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვინც ჩვენთან ურთიერთობას იწყებს, კონდეს სტაბილურობის განცდა მასაც და ვინც არ უნდა, რა ვიცი, დაუკავშირდეს ახლა, რა ვიცი, თვენახევრის წინ არსენალის ყოფილი კომერციული დირექტორი ჩამოვიდა ზუსტად სტივ კინის თხოვნით, რომელიც მე ჰაიბერნიანის კომერციული დირექტორი იყო და აქედან გამომდა იცნობდნენ პირადად ერთმანეთს და შესაბამისად ერთი კვირა ეს ადამიანი ჩემთან ერთად მუშაობდა იმის გააზრებაზე თუ რა შეიძლება ზოგადად ქართულ ფეხბურთში მოხდეს, რა ძვრები არის შესაძლებელი. ანუ მე იმის თქვა მინდა რომ რეალურად ესეთ ადამიანურ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებასაც აქვს მნიშვნელობა და ფეხბურთში, რა ვიცი, მე შემიძლია გახსნათ გითხრათ, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მწვრთნელის ხშირ ცვლას მოაქვს მხოლოდ ძალიან მოკლე მონაკვეთში ეფექტი. და არავითარ შემთხვევაში განგრძობადობისთვის, აი მაგალითად, ყველაზე კარგი ქართული კლუბი, რომელიც თქვენ გახსოვთ, რა ვიცი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ხო? ან ცოტა მეტის, რა ვიცი, ალბათ მეტყვით ბათუმის დინამო გეგუჩაძის ხელში, ხო?
რამდენი წელი იმუშავა იქ? მე მგონი 4 ან 5 წელიწადი მუშაობდა სტაბილურად, ნელ-ნელა ანვითარებდა გუნდს, ფეხბურთელებიც. ბევრი კარგი ფეხბურთელი შემოიკრიბეს და შესაბამისად რო არა ის რაღაცა, რა ვიცი, აუბედითი ჩაწოდება კუთხურის სლოვანთან, ხო? თან სლოვანთან, რომელიც ნამდვილად არ იყო იმ დროს ბათუმის დინამოზე კარგი გუნდი, ყველანაირი გაგებით. მე მგონია რომ ბათუმის დინამო დღესაც სხვა დონეზე იქნებოდა. ეს არის მაგალითი, რაც ჩვენ არ უნდა გამოვიმეოროთ ქუთაისში, მათ შორის. როგორც ვიცი, რებრენდინგი იგეგმება. ამაზე თუ შეგიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ ფორმაც იცვლება და ფორმას იმიტომ გამოვყოფ, რომ ამაზე პიროსმანის ისტორია, რა ვიცი, მე მიყვარს პიროსმანი და იმედი მაქვს, რომ ქუთაისლებსაც შევაყვარეთ უფრო მეტად და რა ვიცი, ეხლა თბილისელი ლოთი იყო, ვინც იტყვის და რატომ უნდა იყოს ქუთაისის ტორპედოს იმაზეო, ბაისურზეო, მე მგონი ბილად რო ვთქვათ, მაგიტომაც ღირდა რომ ცოტა უფრო ღრმად ჩაიხედოს ამ ხალხმა, ვინ იყო პიროსმანი ქართული კულტურისთვის. შემდეგში რა იგეგმება თუ შეგიძლიათ ამაზე შემიძლია, არა, გითხრათ კი, ანუ აქ არაფერის არ არის, ანუ ჩვენ არ გვექნება ეხლა რაღაც ინდივიდუალური მაისურების საფულამდე, ანუ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ტორპედოს ფორმა იქნება უბრალოდ ბრენდი შეიცვლება. რა ვიცი, ხა შეიძლება არ უნდა ვამბობდე, ამას წინასწარმეტყველო კონტრაქტი არ არის ხელმოწერილი, მაგრამ რა ვიცი, მაინც გეტყვით გახსნილად, რა ხო რაღაცა ექსკლუზივი თქვენც გინათ ისეთი რომ რომანტიული იყოს. ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზულ კომპანიასთან ვიწყებთ ურთიერთობას ამ მხრივ, ეს არის Adidas-ი და Adidas-თან ვდებთ 5 წლიან კონტრაქტს და თანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ტორპედოს შემდგომ განვითარებაზე. Adidas-ის პირველ ხაზზე საუბარი, ანუ ყველაზე საუკეთესო რაც კი რამე არსებობს და შესაბამისად ასევე სპეციალური მაისურები შევარჩიეთ, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ მარტო სათამაშო მაისურები იქნება განსხვავებული მოდელის, ანუ არ იქნება პირველი ხაზის, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ბევრად უფრო ლამაზი და თან ერთ მნიშვნელოვან სიტყვას გეტყვით, ხელმისაწვდომი გულშემატკივრისთვის. ანუ მნიშვნელოვანია მათ შორის. ხო, ეგ იყო ფაქტორი. ახლა ჩვენ წარმოიდგინეთ რაღაც რაოდენობის მაისურები ტორპედოსი, აი ეს ფიროსმანის მაისურებიც გავყიდეთ, ბუნებრივია და მაკრონთან ერთად უბრალოდ აქ პროექტი სხვა იყო. ანუ რეალურად ჩვენ ფაქტურად სუბსიდირებას ვახდენით, ყიდულოდ უფრო ძვირად მაისურს ვიდევყიდით. და ეს ყველა სუესი არ უნდა იყოს ბუნებრივია, ანუ ხვდებით ჩვენს მნიშვნელოვანი იყო, რომ უბრალოდ დაწყებული იყო ეს პროცესი და ამას აბსოლუტურად გახსნილად გეუბნებით ყოველგვარი რაღაცა მიკიბმოკების გარეშე, ყიდულობდით უფრო ძვირად და ყიდით ნაკლებ ფასად. რომ რეალურად მეტ ადამიანს ჩაეცვა. შესაბამისად ეს მაისურები ახლა და უკვე ჩვენ ფანშოპი დავასრულეთ სხვათა შორის შენგელი არენას შესასვლელში, რომელიც იქნება გაიხსნება და არა მხოლოდ თამაშის დღეს იქნება ღია. და ვგეგმავთ სწორედ იქ რომ არა მხოლოდ ტორპედოს, არამედ ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკაც გაიყიდოს. შესაბამისად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ ქუთაისს გქონდეს ესეთი კარგი ადგილი, სადაც ისინი გარანტირებულად 100%-ით იყიდიან უშუალოდ მწარმოებლისგან მოწოდებულ, ანუ გაუყალბებელ პროდუქციას. და შესაბამისად იქ გვექნება შესაძლებლობა რომ იგივე აკადემიის მაისურებით და სხვა აღჭურვილობას გავყიდოთ. ბავშვთა ფეხბურთზე გითხავთ თუ შეგიძლიათ ამაზეც რო გითხრათ, მოკლედ თუ გაქვთ აი მე გეგმა მიმართულებით, რომ უფრო ესე ვთქვათ, განვითარდეს, იმიტომ რომ დღეს რეალურად თავი როგორც დავიწყე საუბარი, ხო, ფინანსები სახელდება ერთ-ერთ პრობლემად და მეორე არის ბავშვთა ფეხბურთი, რომ მიხედოთ ბავშვთა ფეხბურთს. ამ მიმართულებით რა ხედვა გაქვთ და ხო, ანუ მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ნახეთ ზედაპირზე დევს, რომ ჩვენი პატარა ფეხბურთელები, რაც უფრო ქვედა ასაკობრივ გოლში მივდივართ, უფრო მეტად, გაცილებით უფრო წარმატებული არიან ვიდრე მე. ანუ რაღაც ეტაპზე რაღაცას ვაკლებთ. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი. მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათ კვების რაციონზე ზრუნვა, ცხოვრების სტილზე ზრუნვა, ფსიქოლოგიურ მომზადებაზე ზრუნვა, განათლებაზე ერთ-ერთი მთავარი ზრუნვა. შესაბამისად ამ მიმართულებით უნდა შეიკრას ერთიანი სქემა, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ. ამიტომ მე შემიძლია გახსნათ გითხრათ, რომ New Vision უნივერსიტეტისთვის ეს პრიორიტეტია, თუნდაც იქიდან ჩანს ეს, რომ ჩვენივე კამპუსში გვაქვს ინტერის აკადემიის ბაზა მოწყობილი და შესაბამისად წარმოიდგინეთ, რომ ფაქტობრივად ეს 4 წელია მაქსიმალურად ვცდილობდით გაგვერკვია, როგორ მუშაობენ ჩვენი იტალიელი მეგობრები და არა მხოლოდ იტალიელი მეგობრები. რაც დავინახეთ, ხო, ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, არის ის, რომ ერთიან კომპლექსში არის ყველაფერი გასააზრებელი. ამიტომ ჩვენ მუშაობთ როგორც ლაბორატორიულ კვლევებზე, გვაქვს გენეტიკური ლაბორატორია, ეხლა საკვების აუტანლობის
კონტექსტს ვიკვლევთ, ანუ რატომ ამბობ ამას, რომ ხა ვიღაცებს სმენიათ ბუნებრივი IgG ტესტები, რომელსაც იყენებენ, წონის დაკლების მიზნით, რომ გაარკვიო რა არ უნდა ჭამო, იმისთვის რომ წონა დაიკლო. ბევრად უფრო ფართოა ეს პრობლემა, ფეხბურთელთა მიმართებაში მით უმეტეს, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ წონის დაკლებაზე საუბარი, არის უფრო სწრაფ სირბილზე, აჩქარებაზე, ხტომაზე და ძალიან ბევრ სხვა რამეს. ეს არის ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ მგონია, რომ გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას, ანუ საქართველოს ვიტყვი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ კვლევებს ვინც აწარმოებენ, ყველასთან, გერმანელებთან, ავსტრიელებთან, იაპონელებთან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ვნახულობთ სად არის განვითარების, ანუ პულსზე გვიდევს ხელი, მოდი ესე ვთქვათ. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ხო? ანალოგიურად ფიზმომზადების ცენტრების აწყობაზე ვმუშაობთ. სიმულატორები უკვე ერთი ნაწილი ინტერის აკადემიაში განვათავსეთ და ჩვენ ბავშვებს უფასოდ ემსახურება სიმულაციური ცენტრი. მათთვის ციფრები უყარს, სადაც 450,000 დაგუჯდა ეს ერთი პატარა სიმულაციური ცენტრი. ხო, ეს ისე რომ წარმოდგენ რომ გქონდეს რომ რა აიქნება თუ არა ეს ყველა აკადემიას, ყველა სოფელში. ვერ ექნება, იმიტომ რომ ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. მაგრამ გავაკეთებთ რამდენიმეს იმისთვის, რომ ეს არ იყოს მარტო ხელმისაწვდომი რაღაც ვიწრო წრეისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების. შედეგი რა გვაქვს ეხლა ნახეთ მაგალითად ინტერი რო წარმოიდგინოთ ეხლა იცით რომ საქართველოში არის თქვა ქვედა ასაკობრივებში იგივე 15 წლამდე არის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგა, ხო? მე არის ოქროს და ვერცხლის ლიგა. U17-ში, U19-ში ანალოგიურად, ანუ ყველგან ჩვენ მოგვიწია ბრინჯაოს ლიგებიდან დაწყება, იმიტომ რომ ახალი გუნდი იყო, ამ შემთხვევაში ინტერი და წელს მაგალითად მივიღეთ სურათი, როცა U19-შიც, U17-ში საერთოდ ორი გუნდით ვართ წარმოდგენილი ოქროს ლიგაში და U15-ში ყველგან გვეყოლება ინტერის გუნდები. ანალოგიურად ყველგან გვეყოლება ტორპედოს გუნდებიც და ეხლა მაგალითად U19-ში ტორპედო თუ არ ვწდები 3 ადგილზეა. ანალოგიურად ქვედა U17 და U15-ის შემთხვევაშიც, ანუ ყველგან არის ზედა 6-ეული ცალკეა გამოყოფილი თუ იცით და თუ 5-ეული და ქვედა ცალკე, ანუ ესე ვთქვათ, ზედა ჯგუფი ქვია ოქროს ლიგაში, ანუ ყველგან არიან როგორც ტორპედო, ისე ინტერი წარმოდგენილი. ანუ რეალურად ჩვენ ვართ, გავხდით, არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ დინამოს, იბერიასი და სავარაუდოდ ლოკომოტივის თავარი საზომი ან კონკურენტი თუ გნება ვთქვათ. რაც უკვე მის თქვა მინდა იცით რომ 4 წელში საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. ანუ თან თუ თქვენ შეხედავთ ტორპედოს შეგედებს თუნდაც 4 წლის წინ და 3 წლის წინ სად იყვნენ ასაკობრივ გუნდები და სად არიან დღეს, ხო ძალიან დიდ განსხვავებას ნახავთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ იქ რეგიონალური ცენტრი ჩამოვაყალიბეთ, იგივე იმ ბაზაზე, სადაც რომელსაც დიდი გუნდი იყენებს 30-მდე აკადემიის ფეხბურთელი ცხოვრობს, იკვებება, სამედიცინო მომსახურებას იღებს და ყველანაირ ყურადღების ქვეშ ვითარდება. რა გვაკლია? გვაკლია, ну ისევ რომანტიკული ნაწილი, ხო? ანუ გინახავთ თქვენ სტადიონები მიწის გარეშე. ანუ ვცდილობთ რომ სახელმწიფოსთან მოვაგვაროთ რომ მიწები გვქცენ იმისთვის რომ არა სასტუმროან კაზინო გავაკეთოთ, როგორც ეს რაღაც ვიღაცას წარმოუდგენია, არამედ საფეხბურთო მოედანი. უფრო ადვილია რომ კაზინოსთვის მიწა აიღო იმერეთში, ვიდრე ფეხბურთის მოედნისთვის. აი ეგ ნაწილი მინდოდა, მაგაზეც მე კითხა რომ ზოგადად ფლიან ჩემპიონატის ასე ვთქვათ, ტორპედოს წარმატება კარგი იქნება, მაგრამ თქვენც თქვით, რომ ერთი და ორი კლუბის წარმატება რაღაცა მთლიან მოცემულობას კი რაღაცა შეიძლება რაღაც მაგალითი მიცეს, ბიძგი მიცეს, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყველამ რაღაცა ერთობლივად წინ გადავდგათ ნაბიჯი. სანამ აი რა შეიძლება მემართულებით ყველამ ერთად გააკეთოს, მაგრამ რადგან თქვენ ახსენეთ, კითხავთ, რომ აი სახელმწიფოს ჩართულობა, ფედერაციის ჩართულობა ამ კუთხით რა სათხედავთ, რა შეიძლება რომ გაკეთდეს და თუ მუშაობთ ამ საკითხზე და ვიცი რომ რაღაც საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ რამდენად არის წინსვლა აი პრობლემას რა არის მე ძალიან ოპტიმისტურად უყურებ ამ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე რომ შენ უნდა ამოხვიდე იქიდან რა არის შესაძლებელი, ხო? თუ შევხედავთ ძალიან კონკრეტულად ის რაც გააკეთა თუნდაც ფედერაციის ინიციატივით, სახელმწიფომ, იგივე ფეხბურთის განვითარების ფონდის სახით, ხო, იყო უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ რესურსი შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ არის ძალიან მწირი, რომელიც ფონდს აქვს და რასაც განკარგავს და ეს ესეა ბუნებრივია, იმიტომ რომ რა ვიცი, უმაღლესი ლიგის გუნდს აძლევს 600,000 ლარს, საბაზისო დაფინანსებას და ინვესტიციის მოტანის შემთხვევაში კიდე 600,000 უმატებ, ხო? მე კომენტარს არ გავაკეთებ, რა ვიცი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან დიდი ფული ჩადებული ფეხბურთში, მაგრამ ეს არის ფული. მიხვდით?
ჩემთვის ეს არ არის დიდი ფული, პირდაპირ გეუბნებით და იმიტომაც თქვი იმ გადაცემაში და თქვენთანაც ვიტყვი, რომ გაცილებით მეტი შარშა მქონდა ჩვენ კონტრიბუცია უნივერსიტეტიდან, UEFA-სგან, ტრანსფერებიდან, ვიდრე რეალურად ეს იყო ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული სახსრები. მეტი თუ იქნება ეს წაადგება ფეხბურთის განვითარებას. უპირობოდ კი, ამიტომ უტოპიურია იმას ლაპარაკი, რომ ფონდი აღარ უნდა იყოს და ფინანსება არ უნდა იყოს, ვიღაცა პულს ჭამს და სახში მიაქვს, ხო? მარტივად რო გითხრათ, დიდი ალბათობით, ბევრ კლუბში ესე, მაგრამ ტორპედოს მაგალითად შემიძლია 100%-ის გარანტიით გითხრათ, რომ რა თანხას ჩვენ ვიღებთ ფონდიდან, იმაზე მნიშვნელოვან მეტს სახელმწიფოს უბრუნებთ მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით. ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადის. ეს არის 100% ჩვენ შემთხვევაში. ხვდებით, ანუ და მნიშვნელოვან მეტს. ამიტომ ის რომ თქვა გულშემატკივარი ღელავს, რომ სახელმწიფო სახსრები იხარჯება უაზროდ აგერ სახოს გადაუხადეს ფულიო და ასე შემდეგ, ხო, შემიძლია დავამშვიდოთ, რომ არც ერთ შემთხვევაში სიახლოვესთან არ არის ეს ფრაზები. მოდი ესე ვთქვა. ფონდი რო არ ყოფილიყო, ჩვენ ჩემპიონატს დიდი ალბათობით ხშირად ბოლომდე ვერ მივიყვანდით. იმიტომ რომ ფონდის არსებობის პირობებშიც კი ვნახეთ ჩვენ რამდენიმე კლუბი რომელიც ჩამოიშალა და შესაბამისად ბოლომდე ვერ მივიდა, სეზონის ბოლომდე ფიზიკურად ვერ მივიდა. სამწუხარო რეალობაში ვართ, რომ ეს პროცესი ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ამ სეზონი ეხლაც არის და ხო, ეხლა ბათუმის დინამოს გულისხმობთ თქვენ და რომ ისე ვქრათ, ხო, ფინანსური პრობლემები არის და დიდი ალბათობით ბათუმის დინამოში ეს პრობლემები სამწუხაროდ მოგვარებადია, მაგრამ დაღს დაასვამს მომავალ წელსაც განვითარებას, მოდი ესე ვთქვათ და ეს დაღი, იმიტომაც გულისკევლით ვამბობთ, რომ არის ძალიან მტკივნეული. და ბათუმში გჭირდება ფეხბურთი და გჭირდება მაღალი დონის ფეხბურთი. ისევე როგორც სხვა ქალაქებში, ხა გორში მაგალითად ხო შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის გორის დილა არის საქართველოს ჩემპიონატის საზომი. იმიტომ რომ მათ აქ ერთი კონკრეტული ხედვა უკვე ბევრი წელია და გორის დილა რო არის წარმატებული გუნდი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძიმე მდგომარეობაში ვართ საქართველოში. გორის დილა რო აღარ იქნება წარმატებული გუნდი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქართული ფეხბურთი განავითარეთ. იმიტომ რომ თუ სტრატეგიას გორი არ შეცვლის და აკადემიაზე აქცენტს არ გააკეთებს, ხვდებით? ანუ იმიტომ რომ გორის დილა იცით რო არის სააგენტოს გუნდი, რომელიც ფეხბურთელების მოყვანით და განვითარება გაყიდვით არის დაკავებული და თუ აი ესე ბრმად მოყვანილი ფეხბურთელები ბრმად იმგაგებით, რომ დარწმუნებული ვარ არც ერთმა გორელმა ჩვენმა მეგობარმა მათი, რა ვიცი, სახელი და გვარის მეტი ბევრი არაფერი არ იცის, ვიდეოს შეიძლება უყუროს ხოლმე, რომ ესეთი გუნდები რომ ჩვენ თანაბრად გვეთამაშებიან და თან გვიგებენ, ხო? ეს უკვე ქუთაისის ტორპედოსთვის ძალიან სერიოზული სილის გაწვნა, მოდი ესე გითხრათ, როცა ჩვენ, რა ვიცი, ფაქტიურად მე მგონი გენეტიკიდან დაწყებული მშობლებს სწავლობთ, სანამ ფეხბურთელი ჩამოვიყვანთ, არათუ მის Facebook-ს და ასე ვთქვათ, სხვა სოციალურ ქსელს და ასე შემდეგ, ხო? სხვათა შორის ბოდიშო გაწყვეტნებთ, გორის დილას პრეზიდენტს ჰქონდა და წინა პოდკასტში ესე ვთქვათ და იდეა ესეთი დაფინანსებაზე და თუ გაქვთ თქვენც ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ უნდა შესაძლოა შეიცვალოს დაფინანსების წესი, ანუ ფონდიდან და პირველ ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონატში მიიღებს გაცილებით დიდ თანხას და მგონი ზუსტად საუბარი 10 მილიონზე პლუს 5 მილიონი კლუბის ხელმძღვანელობისგან. აი ამ მოდელს ხო, გიორგი ჯოხაძეს კარგი იდეები ბევრი აქვს და სიმართლე გითხრათ ჩვენ ხარს უჭერთ ყველა კარგი იდეას. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მისაღებია ეს. ხო, არ ვიცი, ხა კონკრეტული იდეა რამდენად კარგია და რამდენად გამოსვლადი. მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამაზე მსჯელობა ნამდვილად იყო კლუბებს შორის და მე გეტყვით პირდაპირ რომ ჩვენ არც ერთ იდეას არ ვეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ გვინდა ხოლმე რომ კონსენსუსამდე მივიდეთ. ნახეთ, არის აქცენტი ორ რაღაცაზე, ანუ გვაკეთებთ აქცენტს ევროტურნირებში მონაწილეობაზე თუ აკადემიის განვითარებაზე. რომელი აქცენტიც არ უნდა აიღოთ თქვენ, ტორპედოსთვის ეს მომგებიანია. იმიტომ რომ ჩვენ ფულს ვდებთ როგორც ევროტურნირებზე წარმატების მისაღწევად, ისე აკადემიის განვითარებლად. თუ სახელმწიფო ერთ-ერთი მიმართულებით მეც გააკეთებს, ჩვენ დაგვჭირდება ნაკლების ჩადება იმ მიმართულებით. სახელმწიფო ვერასოდეს ვერ გააკეთებს საკმარის, ეს უნდა ვიცოდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი თამასა არის, რა ვიცი, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ხო, რა ვიცი, 10 გუნდს რამდენად თანხა უნდა მიცეს სახელმწიფომ, ხო, და როგორ ჩემპიონატი უნდა შეფუთოს. ამის რესურსი საქართველოს სახელმწიფოს ჯერჯერობით არ აქვს. თუ საუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ გაზარდოს დაფინანსება ისე, რომ შედარებით უფრო ყურებადი გახდეს ჩემპიონატი. ბევრი კუთხით, შეფუთვის კუთხით, თუნდაც ხარისხობრივად, ხო? ეს კარგია. იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, საქართველოში სამწუხაროდ თუ კი აქამდე არ მოიძებნა 10
სერიოზული ინვესტორი, ხო? და ერთდროულად 10 არასოდეს არ ყოფილა. ჯამში იყო თუ არა ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ ესე დეტალურად ყურადღება არ მქონდა მე ვიყვობილი ამის მიმართ, მაგრამ მახსოვს იყო პერიოდი, როცა ზესტაფონი საკმაოდ სერიოზული გუნდი იყო სხვა პერიოდებში სხვა გუნდები, რომელშიც ინვესტორის გამო იყო სერიოზული. იყო ასევე ბნელი პერიოდები ეროვნული ლიგის, როცა გუბერნატორების ვაჟკაცობაზე იყო დამოკიდებული, ვინ უფრო მეტად შეაშინებდა ამ საჩს და შესაბამისად ვინ უფრო მეტად დააჯილდოვებდა მოწინააღმდეგე გუნდს. ეს რეალობა აღარ უნდა დაბრუნდეს საქართველოში. და ამიტომ ფედერაციას მე რაც ძალიან უფასებ არის სწორედ ეს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მან მოახერხა და განახორციელა. ზუსტად აი ამ კონკრეტულმა ჯგუფმა ადამიანების, რომ შესაბამისად გარიგებულ თამაშებზე მაინც გაცილებით უფრო ნაკლები ეჭვი არსებობს დღეს, ვიდრე ეს იყო მანამდე. და ნაკლები ზეგავლენა აქვს ფეხბურთს გარედან. არ გეტყვით რომ ეს სრულად თავისუფალია, იმიტომ რომ ეხაც არის ფაქტები ძალიან გულდასაწყვეტი და ამას გამოძიებებიც მიმდინარეობს. ხო რაღაც შორს რო არ წავიდე, უბრალოდ სპაერის ხელმძღვანელობა მესაუბრა ამასთან დაკავშირებით და მითხრეს რომ როგორც ფედერაციაში, ისევე UEFA-ს გააგზავნეს სპეციალური წერილები, იმიტომ რომ მათი აზრით მათ მიმართ იყო რბილად რო ვთქვათ, არასამართლიანი და არათანაბრორი მოპყრობის ფაქტები ბოლო თვეების განმავლობაში. ამიტომ ამასაც არ უნდა დაუხუჭოთ თვალი, ხო, ბუნებრივია ესეც არ არის კარგი და რა ვიცი, რადგან ვართ ფეხბურთით დაინტერესებული და საფეხბურთო ოჯახზე ვსაუბრობთ, ყველაფერი უნდა ღიად გამოვიტანოთ და გავაანალიზოთ, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ფედერაციის როლი, ნახეთ თუნდაც ახლა რაც თქვი ამ სპაერს მანგალითზე, ხო, არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შენარჩუნდეს, იმიტომაც მე მგონია რომ სახელმწიფოს ჩართულობა რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, მხოლოდ პოზიტიურია. და უნდა იყოს აუცილებელი. საკმარისია თუ ეს არის კითხვა. ჩემთვის რა ვიცი, სასაცილო ამაზე არ კითხვის დასმა, რიტორიკული კითხვა რა თქმა უნდა არასაკმარისია, მიახლოებულიც არ არის იმასთან, რა მოთხოვნებით ჩვენ გვაქვს საზოგადოებაში. ანუ სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ მაგალითად, რა ვიცი, ტორპედოს შემთხვევაზე გეტყვით, რომ 4 წლის თავზე გადმოგვეცა ტორპედოს ბაზა. ასევე სრულიად წარმოუდგენელია 4 წელი ვერ მოვახერხეთ მიწის გამოყოფა იმისთვის, რომ აკადემია გავაკეთოთ ბაზიდან დამოუკიდებელი ახალგაზრდა ფეხბურთელების ხელშესაწყობად. რატომ ჭიანო უკვე ეს პროცესი? არ მე კონკრეტულ ადამიანებზე არ არის საუბარი. ხვდებით, ანუ ეს არის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც აქვს სახელმწიფოს და რომელიც რამდენი მოდუნდება, იმდენი გჩნდება კორუფციის რისკები. და იმდენად შეშინებული ვართ, თქვათ, რეგიონებში კორუფციაზე. ხო, რომ რეგიონულ ხელმძღვანელობას უჭირს გადაწყვეტილების მიღება. და რეალურად მიდის ყველაფერი იქამდე, რომ უფრო მოქნილი მიდგომებია განსავითარებელი სახელმწიფოში და ფეხბურთი უნდა გახდეს პრიორიტეტი, სხვანაირი პრიორიტეტი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გზაზე ვართ ახლა და რას თქვით, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ნამდვილად ვადასტურებ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მე მჯერა, რომ ყველა მიმართულებით, ანუ ვიპოვით იმ როლს, რაც სახელმწიფო უნდა აიღოს თავის თავზე, რა როლიც უნდა გქონდეს ფედერაციას, რაც უნდა გქონდეს ფეხბურთის განვითარების ფონდს, რა პასუხისგებლობებიც უნდა აიღონ თავის თავზე კლუბებმა და შესაბამისად თუ ჩვენ ამას ყველანი შევძლებთ და საღად შევხედავთ, რომ რა ვიცი, ყველამ თავის თავში უნდა ეძებოს პირველ რიგში პრობლემა და გააკეთოს მაქსიმუმი რაც შეუძლია. მაშინ შედეგიც გვექნება. ძალიან კარგი. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საუბარი და დარწმუნებულად მაყურებელსაც კიდევ ბევრი კითხვა დაებადება, ან ქონდა და ვერ მოხერხდა ახლა საუბარი, მაგრამ ასევე იმედი მაქვს, რომ კიდევ შემდეგშიც ან ჩემთან თუ სხვასთან თქვენს და სხვა ხელმძღვანელებსაც მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ მე მგონი ესეც მითია, იცით, ანუ ჩვენ მაგალითად როგორც კი გამოходით ჩვენთან კავშირზე, დავთანხმდით თქვენთან ინტერვიუს. გესმით და არ მგონია მე რომ ვინმეს რო დომებოდა ჩვენთან დალაპარაკება, ან სხვა ხელმძღვანელებთან, რომ ვინმე ამას გაურბის. პირიქით გარკვეული, რა ვიცი, გადაცემების მერე მე ხა არაერთხელ მახსოვს სხვა კლუბის წარმომადგენლებს დაურეკავთ ჩემთან და გამოუხატავთ აღშფოთება, ეს რეებს ამობენო ჩვენ მაინც ვკითხონ რაღაცაზე პოზიციაო. მიხვდეთ, ანუ იმიტომ რომ ბევრი არის ხოლმე ესეთი ფრაზა, რომელიც თქვენი ბრალი კი არ არის, უბრალოდ ჩვენი პრობლემა არის ის, რომ საკმარისად გამჭვირვალე არ ვართ, ხვდებით? ანუ მაგრამ მე მგონი პრობლემა ყველგან არის, იმიტომ მაგალითად იყო რაღაც ტრანსფერებზე საუბარი და მაშინ მე გული დამწყდა, რომ ტრანსფერ მარკზე რო შეხვიდე და იქ გადაამოწმე ინფორმაცია, ხო? ეს ხო ჟურნალისტმა უნდა შეძლოს, ხო? ანუ მე მგონი ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული rocket science რო არსებობს ტრანსფერ მარკეტი და იქ რო დაკლიკავ ტორპედოს შეიძლება იქ ნახო მაგალითად რამდენი გადავიხადეთ ვარლიში, რამდენი გადავიხადეთ სიტყვაზე სხვა ფეხბურთელებში და რაღაცა მითები არ გაავრცელო იმის შესახებ რომ ვიღაცა მიფიქროს რომ აქ რაღაც ჭრილოვანი გარიგებებია ალბათ და ჩვენ რაღაც სხვა რამეს ვემსახურებით. მიხვდით?
თუმცა მაგიტომ ამბობ, რომ მეც ვიღებ ამას პირადად, როგორც გამოსასწორებელ, რა ვიცი, ესე ვთქვათ, დავალებას, რომ მეტად გახსნილები ვიყოთ კიდე უფრო და დარწმუნებული ვარ სხვა კლუბებიც, იმიტომ რომ მე აი 100% შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი კლუბის ხელმძღვანელი არის მზად, რომ იყოს ბოლომდე გახსნილი და ნებისმიერ საკითხზე გესაუბროს. ზუსტად მაგისთვის არის ეს გადაცემა, რომ რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ და რაც შეიძლება მეტ კითხვას გავცეთ პასუხი. ბოლოს ესეთი რუბრიკა გვაქვს. თქვენ გთხოვთ, რომ დაუტოვოთ ჩვენს მაყურებელს შეკითხვა, თუნდაც ტორპედოსთან დაკავშირებით, საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებით, თუნდაც ტორპედოსთან დაკავშირებით და პირველი 3 ადამიანი, რომელიც სწორად უპასუხებს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, მიიღებს ბურთს და ტორპედოს შარფს საჩუქრად. აი მე ეს რა სერიოზულობაში გამხვია ხა შარში. კაი, მოდი მე ეს რთული კითხვას შემოგთავაზებთ. იმიტომ რომ ქუთაისლებს უყვართ ხო იცი ესეთი კულუარული ინფორმაციების მოძიება, მერე გამოკვლევა და დადასტურება, ანუ უარყოფა გაურთულებს ცხოვრებას. პასუხს მერე ცალკე გეტყვით, ხო? ანუ ეს რეალურად ისე რომ გამოვიდეს. ამ ადამიანებმა უნდა დაასახელონ ერთ-ერთი ევროპული კლუბის არა, ნაკრების ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერზეც ჩვენ ამ ზაფხულის განმავლობაში მუშაობდით და საბოლოოდ თქვით უარი. მინიშნება პირველი, ეს ფეხბურთელი ტრანსფერმარკტზე დღესაც არის თავისუფალი აგენტი. მინიშნება მეორე, ის განსაკუთრებულად კარგი ხასიათით არასოდეს არ გამოირჩეოდა და მინიშნება მესამეც გავაკეთოთ? მესამე ამ ფეხბურთელს თავისი ქვეყნის, ან მოდით პირდაპირ გეტყვით ქვეყნის ნაკრებიც რო თქვა, მეგონა მოსაწყენი იქნება, მაგრამ მას არ ვიცი ზუსტად, აღარ მახსოვს კარგად, მაგრამ ამ ქვეყანას არაერთხელ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული. გამოვა გასართობად გამოგვადგება, ხო? კი, ძალიან საინტერესოა. რო არ წავიდნენ რაღაცა, რა ვიცი, გვინეა ბისაუს ნაკრებზე ან რაღაცა მსგავსზე, ევროპულის მიუხედავად, ამიტომ დავაკონკრეტო, არის ისეთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი არაერთხელ აქვს მოგებული და შესაბამისად, მე მგონი მიკვლევადი იქნება ინფორმაცია. ძალიან საინტერესოა ნახოთ. რამდენად სწრაფად უპასუხეთ. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. სასიამოვნო იყო. სასიამოვნო იყო ჩემთვის.